იმიტომ ჩავაბარე ESM-ში, რომ ქართულის წერა არ ბარდებოდა. რაღაცა თითქოს ღვიძლის გზნობა გაქვს, რომ რაღაცა უბედურება უნდა მოხდეს. აი რაღაცა hires-ში გრძნობ და უცებ ვიღაცები მოდიან და გიჭერენ რა. რომ თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. ეგ არის პირველი ეტაპი. მე იწყება მთავარი ამბავი, ეგრეთ წოდებული ლეგენდარული გლდანის ციხე. დღეები იმდენად გავს ერთმანეთს, რომ რაღაცა უსასრულო დიდი გაწერილი დღეები, მაგრამ ეგ მე გეხმარება, იმიტომ რომ მე იკუმშება. სადღაც 11-ზე თუ 12-ზე მივყავდით და იმ ფილმებს მაყურებინებდნენ კინოში, რა ფილმებიც მე გავმაზე. დროს დაეცი. დროს დავეცი, ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ უნდა დაუბრუნებულიყავი ამ რაღაც პროფესიულ რელსებზე რა. ძალიან დიდი ხანი ვერ ვახერხებდი. აი მაგ ორდღიან ვორქშოპზე სრულიად შემთხვევით მეც აღმოჩნდი. მეუბნება ესეო ჩვენო ძალიან ფაქტობრივად ახალი გუნდისავით შევკარით და ეხა კიდევ ვიქნა და მინდა რომ ჩვენთან გადმოხვიდეო და მარკეტინგში მოხდა შემთხვევით. ანუ ჩემი არ გადავსულარ coach-ებს ვარ ვარ კომფორტის ზონისზე და მე სულ კომფორტის ზონა უნდა ვეძებო. იდეებთან თამაში ბავშვობიდანვე ძალიან მაინტერესებს და სულ აი არ დავსდევთ არანაირ ფესტივალს და არ ვაკეთებთ რაღაცებს ფესტივალისთვის და რახან ჩვენი უპირატესობა არის რომ ბიზნესის მხარეს ნამუშევარი გვაქვს და ყველა ჩვენი პროექტი პირველ რიგში არის ბიზნესისთვის. თქვით რომ არავისთან ეხლა რაღაც გითხარი, არავისთან არ მივალთ შეთავაზები. ჩვენ თვითონ დავჯექით და ამაზე ვფიქრეთ, სანამ მუშაობას დავიწყებდით, ჩვენივე ბრენდის სტრატეგია გავაკეთეთ და დაგვრჩა ბოლო ეს ჩვენ სპორტული მასთან სახელი უნდა ვიცახე რომ ოლიმპიური თამაშები დაგვრჩა და ოლიმპიური თამაშებზე უნდა გავიდეთ. გეგმები გვაქვს. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მარკეტერის პოდკასტს, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ჩვენ YouTube-ზე ვართ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დააჭერეთ გამოწერის ღილაკს, რომ ახალ-ახალი ეპიზოდები არ გამოგჩეთ. დღევანდელი პოდკასტის სტუმარია კოკა ქამუშაძე, სააგენტო Playmakers-ის დამფუძნებელი, მწერალი, ლექტორი და ყოფილი პატიმარი. კოკა, გამარჯობა. და პირველი კითხვა ალბათ რაღაცა მოლოდინი საზოგადოებას ექნება, რომ ჩვენ ვისაუბრებთ თავიდანვე იმ წარმატებაზე, რასაც შენი სააგენტო აღწევს ბოლო წელიწად ნახევარია, ხო, რაღაც ფესტივალი არ დარჩა, საიდანაც ჯილდოს გარეშე არ დაბრუნდით. მაგრამ პირველი კითხვა მაქვს, რაც ჩვენ ნაკლებად ვიცით, შენ წიგნში ალაგ-ალაგ და მეგობრებმა კი იციან ეს ამბავი, მაგრამ გარკვეული წლები გაკავშირებს ციხესთან. და მინდა კითხო, პირველი შეკითხვა, როგორი არის პირველი დღე ციხეში, როდესაც შენს უკან კარი მოიკეტება? ხო, ძალიან უცნაური არის. მოგესალმებით, ხო. პირველ რიგში ძალიან უცნაური, ეგეთ უცნაური გამოცდილება არ მქონია ცხოვრებაში, მაგრამ თან რაღაც ისე ხდება, რომ თითქოს ესე ვერ ამჩნევ რა, იმიტომ რომ ბევრ სტადიებს გადიხარ რა, არ არის რომ აი რაღაცა უცებ კი არ შედიხარ იქ რა, ანუ რაღაცა ეტაპები არის რა, რომ ჯერ პირველი ეტაპი არის აი რომ გიჭერენ აი ფილმებში რო არის რომ თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. ეგ არის პირველი ეტაპი. მაგრამ მაგ ეტაპამდე არის რაღაცა როგორი ის არის, არ ვიცი, შეიძლება მე მქონდა ხა სხვებს არ ქონიათ, აი რაღაცა თითქოს ღვიძლის გზნობა გაქვს, რომ რაღაცა უბედურება უნდა მოხდეს. აი რაღაცა hires-ში გრძნობ და უცებ ვიღაცები მოდიან და გიჭერენ რა. გიჭერენ, გადებენ ბორკილებს, მე მიყავხართ სადღაც. ჩემ შემთხვევაში ეს იყო რაღაც ფინანსური პოლიცია, იქ სტანდარტული ის არის ხოლმე ბოდიში ინგლისური ტერმინი უნდა გამოვიყენო, bad cop და good cop-ის გამოცდას გადიხარ, შემოდიან ეს კარგი და ცუდი პოლიციელები და ზოგი გეფერება და ზოგი იმშვება რა ქვია. აი დაახლოებით რას გეკითხებიან? აი რაღაცა შემოდის და აი გეტყვის რომ აი რაღაცა ხო ხა ვიცი ხა შენ კი ვიცით რომ ხა კაი ბიჭი ხარ, შენ კი არაფერს არ იზავდი და ალბათ რაღაცა სადღაც შეცდი და ვიღაცამ რაღაცა გითხრა და ჩვენის უფრო გაინტერესებს თორე შენი ჯინი კი არ გვაქვს ესეთი. მე ვიღაცა შეიძლება შემოვიდეს და გითხრას აბა რა გეგონა ეხლა და აბა როცა რაღაცას აკეთებდი მაშინ ხო კაი იყო აი რაღაცა სტანდარტული. ნუ აი უნდა აღნიშნო რომ სამწუხაროდ პრიმიტიული ხარ რომ ხარ იქ და ზიხარ შენთვის საბედნიეროდ, მაგრამ ესე რომ შეხედო რაღაცა სისტემური სამართალდამცავის კუთხით სამწუხარო არის რომ ეგეთი პრიმიტიული და დაბალი დონით ხდება.
ლაპარაკი ადამიანთან, რომელსთან შეიძლება შე რაღაც ინფორმაციის მიღება გჭირდებოდეს. მე ხარ იქ, მე მიყავ ხარ ეგრეთ წოდებული ხა მეორისთვის ცნობილ KPZ-ზე. წინასწარით დაკავებს იზოლატორში. იქ გიღებენ ლეგენდარულ ფოტოს, რომელიც ვერაფრით ვერ მოვიპოვებ, მე ეგრეთ წოდებულ mug shots. და ესეთ გახარ? ეგრეთ გახარ კი აბა. და ნუ პირველ ღამეს იქ ატარებ რა KPZ-ში. KPZ არის რაღაცა სადაც იმ ღამეს ვისაც დაიჭერენ საერთოდ აი ესე რაღაც შემთხვევით პრინციპი სხვადასხვა კამერებში ანაწილებენ რა აი რაღაცა შენი და ნუ რაღაც შემთხვევით ხალხთან ერთად ატარებ პირველ ღამეს. მაგრამ ამ კავშირი არსებობს ამ დროს ერთმანეთთან? თუ რაღაც არა კი ერთი კამერა არის სადაც რა ვიცი ჩემ შემთხვევაში მიმიყვანეს ორი კაცი დამხვდა მე რაღაც დაღლილი ვიყავი და თან ალბათ ნერვიულები დამეძინა მე ვიღაც კარები იღება ვიღაცები შემოყავთ და დილით რო გავიუძეთ ვიყავით 9 და მე ეტაპობრივად ვიღაცას უწევს სასამართლო და სასამართლოზე მიყავხართ და შენც რომ მოგიწევს სასამართლო წაგიყვანენ და ნუ იქიდან თუ გაგიმართლა და გაგიშვებენ თუ არა და მე იწყება მთავარი ამბავი ეგრეთ წოდებული ლეგენდარული გლდანის ციხე. შენ შემთხვევაში ანუ პირველი დღე როდესაც საუბრობთ რომ ციხეში გატარებული KPZ-ს აღიქვამ უკვე ციხეში რომ მოხვდი აღიქვამ ხო ანუ ყველასთვის ეგრეა ყველა შემთხვევაში პირველ ღამეს ადამიანი ხდება KPZ-ში რა თუ არ არის მანამდე ხო არის ეგეთ პრაქტიკა რომ წინასწარ რო უსჯიან ვიღაცას რა ანუ გაქცეულია და წინასწარ მიუსაჯეს და თუ ეგეთი ტიპი დაიჭირეს ის პირდაპირ ციხეში მოხდება თუ შენ ჯერ მოსჯილი არ გაქვს პირველი ის არის იმიტომ რომ მე სასამართლომ უნდა ისჯელოს შენ აღკვეთღოლის ძებას ისე ტერმინებით ლაპარაკობ იმას ისე გონები იურისტი თუ გინდა ხო სანამ გადავიდოდეთ აი ამ გამოცდილებაზე შეგვიძლია რაღაც მოკლედ თქვათ როდის მოხდა ხო ეს ამბავი 2009 წელს და რას გედავებოდა ხო მე დავებოდა რაღაც სამსახურებლივი გულგრილობა იყო ორჯერ ორი ეპიზოდი სამსახურებლივი გულგრილობა ეხლა მაგას აღარ მოყვები სამსახური რა იყო არის საინტერესო და ხო მოხდი ამის გამო მივედი გლდანში გავიარე აბსოლუტურად ყველაფერი ეს რაღაცა ლეგენდარული კარანტინის დაშლა და ასე შემდეგ და მოხდი მე კამერაში სადაც ჩემთან ერთად იჯდა 5 ადამიანი და ხო აი ერთი KPZ-ში მაინც აი ცოტა როგორი განცდა გაკიცე რა შეიძლება ფიქრობ რომ აი კი იცი რომ ბიჭო არავინ არ გაუშვიათ და ყველას ციხეში უშვებ მაგრამ სადღაც მაინც აი რაღაცა პროცენტით უშვებ რომ შეიძლება ხვალ რომ მოდი გირავ შევფარდოთ და არა ციხე გლდანში რომ მიხვალ იქ უკვე გადაწყვეტილად იცი რომ აქ ხარ მინიმუმ 2 თვე მაგრამ 2 თვე რეალურად 2 თვე არ არის 2 თვიანი წინასწარი დაკავება ქვია მაგრამ იწელება ეს სადღაც 9 თვემდე რა. იმიტომ რომ რაღაც სასამართლო არ გენიშნება ხარ. ანუ 2 თვეში სასამართლო უნდა დაინიშნოს, ეგ არის აუცილებელი, მაგრამ მე სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს სადღაც 9 თვემდე, 9 თვეც ალბათ სიმბოლური არის, რომ გიმშობიაროს იმ სისტემამ. და მიდიხარ. ოღონდ რომ მიდიხარ რა, იქ გონია რომ 2 თვე შენ თავიდან ხო არ იცი ახლა პირველად რო ხარ, გონია რომ 2 თვეა რა. იქ რომ მიდიხარ და ვიღაცები ხვდებიან კამერაში გეუნებიან რაღაც მავე 2 თვე არა შეიძლება 9 იყოს. აი მე შოკი გემართება. ეს პირველი ღამე ეგ არის უკვე რო იცი რომ აი დაარტყა მოსამართთან ჩაქუჩი და მართლა შოკი არის რა ეხლა წარმოგიდგენთ პირველი დღე როდესაც აი KPZ-ში ხარ ეს ხალხი შედი გამოდის ამადგან ცდილობ რომ გაარკვიო აქ ამადგან ცდილობ რაღაც ინფორმაცია მიიღო რა მაგრამ იქაც აი თუმცა გარე სამყაროსთან ნოლი კავშირი ანუ გარე სამყაროსთან ნოლი კავშირი შეიძლება ადვოკატი შემოვიდეს აი რაღაცა პროცედურული რაღაცა გითხრას არავინ არაფერი არ იცის რატო დაგიჭირეს ვინ გერჩოდა ასე შემდეგ აი არაფერი ფაქტიურად იდეაში ინფორმაციის ყველაზე მძიმედ რაც მახსენდება არის ზუსტად ეგ ინფორმაციის არ ქონა. ანუ წარმოიდგინე რომ შენ სადღაც ხარ სრულიად ვაკუუმში და ვიღაცა ტიპები მსჯელობენ შენ თავს რა ხდება. დაახლოებით შეიძლება გავდეს აი ოპერაციას რო გიკეთებდნენ და ნარკოზი რო გაგივიდეს შენ გამოფხიზლდე შეგრძნებები გქონდეს და ესე აკვირდებოდა რომ ვიღაცები დადიან და ვიღაცას სკალპერი მოაქვს და ვიღაცას რაღაცა მოაქვს და შენ ამდენს ვერაფერს ვერევი და ამას აკვირდები არც გესმის არაფერი და მოკლედ ეგ ძალიან ძიმე იყო. თუ
თუ გახსოვს, იმიტომ რომ მე შენ გადის წლები, რაღაც 10 წელი გამოხვედი, მალევე რაღაცა წელიწად ნახევარში გამოხვედი და რაღაც 10 წლის მერე უკვე გაგიჩნდა, უბრალოდ იგი გაგიჩნდა, მე მგონი სრული რომ რაღაც ამ ყველაფერზე მოგეთხრა და ესეთი წიგნი გამოუშვი ბალანდა. ამაზე ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ისევ რომ დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენ ხარ შემოქმედებით სამყაროში კრეატივში და მგონია რომ იქ გატარებული წელიწად ნახევრის დროს ძალიან ბევრ რაღაცაზე შეგეცვალა აზრი წარმოდგენა და ისევ მინდა რომ რაღაცა დაუბრუნდეთ იმ გამოცდილებას თუნდაც აი როდესაც გლდანის ციხეში გადახვედი წარმოსახვისთვის ეს 5 ადამიანთან ერთად ცხოვრება როგორი გემო აქვს ამ ყველაფერს რა ხმები გესმის აი სადახარ ამ ყველაფერში ხო ხმები მნიშვნელოვანი ის არის ასპექტი იმიტომ რომ ამ ხმებთან შეგუება კიდე ცალკე მიმდინარეობა არის რა იმიტომ რომ ამ რკინის კარებს ძალიან ცუდი ხმა აქვს კიდე არის ესეთი აი ეს ფილმებში ხო გინახავთ პატარა ფანჯარა გადმოსავალი ეგრეთ წოდებული პორტოჩკა სხვა სახელი ხა შეიძლება ისეთ ტერმინოლოგიაში გადავიდეთ ბოლოს რომ დამთავრდება პოდკასტი ეგეთი მუხლი რო არის ხო იცი რაღაცა ქურდული რაღაცა ეგეთ მუხლზე არ მოგედაოს ვინმე ისეთ ტერმინებს ხარება არ გინდა მოკლედ აი მაგასაც საშინელი ხმა აქვს და წარმოვიდგინე დილა იწყება იმითი რომ დილის 6 საათზე იწყება სასამართლოზე წასაყვანი ტიპების გაყვანა კამერებიდან და აი დილის 6-ზე თუ 6:30-ზე აი საშინელი რკინის ხმები გაგვიწევს მერე ჩამოივლი ანუ პირველი ბალანდა უნდა მოვიდეს და პირველ დღეს გეღვიძება ღამე ყავხართ კამერაში აყვანილი ღამე რო აგიყვანეს შუქი ჩამქრალი იყო ის ადამიანები არიცი უბრალოდ ხმებით გაი თვალი რამდენადაც სიბნელეს შეეგუა ეგრე ყავს ვიღაცები დანახული ხმები გაქვს მოსმენელი თან ახლა პირველ დღეს რო ადიხარ ყველა ისე არა რომ აი კარანტინა ტიპი ამოიყვანეს და უნდა მოგიარონ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარული მომენტი რაც არის ანუ ყოველ შემთხვევაში ჩემ კამერაში ეგეთი კულტურა იყო და იდეაში ეგეთი კულტურა არის გავრცელებული რომ ყოველთვის გადანახული რაღაცეები ახალი ტიპი რომ მოვიდეს იმისთვის მაგალითად დეზადორი, კბილის ჩოთკი, რაღაც ახალი წვილი წინდა და რაღაც ეგეთი რაღაცეები რომ მოწესრიგდეს ადამიანი ესენი მომწეს პირველ დღეს მოწესრიგდი და მithres რომ აჰა შენ ეს არის შენი შკონკა ლოგინს შკონკა ქვიათ ხის იმაზე რა ტერმინოლოგიაზე და აი ეს არის შენი შკონკა და დაიძინე რა და ნუ აი სადღაც წვები აი რკინის რაღაცა წარმოვდინე რაღაცაზე რომელზეც ლეიბი არ შეიძლება იმას ერქვეს უბრალოდ რაღაცა არის გადაფარებული ვიღაცის ლოგინში წარმოვიდგინე ვიღაც თეთრეული არის შენ ნამდე იმ დღეს რომ ვიღაც ტიპი გაუშვეს და დილით იღვიძებ და უყურებ შენთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანებს და იცი რომ მინიმუმ 2 თვე აი ამ ხალხს უნდა უყურო და იწყებ მე რაღაცნაირად სკანირებას, გაზომვას, ვინ არის, იწყებ გარკვევას, ვინ რაზე არის დაჭერილი. ამ გარკვევის პერიოდში ლაპარაკის მანერით ხვდები მათ მსოფლმხედველობას, მათ შეხედულებებს, მათ წარმომავლობას და ასე შემდეგ. აი, ძირითადად ჩემს შემთხვევაში თავდაპირველად იყო სუ დაკვირვება და გაცნობა ამ ადამიანებს. ანუ თავიდან რაც დავიწყე ჯერ იყო ამ ადამიანების გაცნობა და მერე რაც ახსენე იყო აი მეორე ეტაპი იყო უკვე შენი თავის გაცნობა, როცა ეს ხალხი გაიცანი, იქ რაღაცა შენი ადგილი გაქვს, ის აღარ არის რაღაცა ჯუნგლებში გახვედი და იქ რაღაცა ვიღაც ხარ და ესე აღარ არის რაღაც მოწყვლადი ტიპი. ახლა მერე უკვე იწყებს შენთან თავთან საუბარს და შენი თავის გაცნობას და შეცნობას და ნუ მაგდენი დრო შანსი არ არის რომ ადამიანს სხვაგან კონდეს და ამ კუთხით ხო მე ხუმრობით ვეძახი ხოლმე რომ ის იყო თქო მაგისტრატურა იყო თქო იმიტომ რომ აი არ ვიცი ჩემი თავის სხვაგან ესე კარგად შეიძლება და გამეცნო. შენ თვითონ წიგში და ამაზეც ვისაუბროთ, როგორც თქვით, შენ თავზე არ საუბრობ, რაღაც სხვა პერსონაჟი გყავს, თუ არ ვცდები ლევან აბაშიძე, კაკაბაძე? ხო, ლევან აბაშიძე არის. კარგად იყოს ლევან აბაშიძე, ლევან კაკაბაძე. და ძალიან საინტერესო დაკვირვებები შეგვილია ხა ამ წიგნიდან ნახოთ. ერთ-ერთი არის, სადაც ამბობ რომ თავისუფლებას მაშინ კარგავ, როდესაც ეგუები, რომ შეიძლება ის დაკარგო ციხეში.
ამ აზრამდე თუ გახსოვს როგორ მიხვედი რომ პატიმარიო მაშინ ხდებიო, როდესაც შენ თვითონვე უარს ამბობ. იმიტომ რომ იქ რაღაცა ნახე ისეთი მაგალითი, როდესაც ადამიანმა ჩაიქნია ხელი და всё აქავარ თუ კი, ანუ ეგ ძალიან ხშირი შემთხვევა არის და იქ წარმოიდგინე რომ ხდება ძალიან ბევრი ადამიანი რა და ყველა რაღაცას გეუბნება, ყველა განსაკუთრებით ზონაში რო გადადიხარ, ანუ ზონა კიდე უფრო ცალკე ის. აქ რაღაცა 6 ადამიანი არის და 24 საათი ერთად ხარ 6 ადამიანში და ბოლოს რაღაცა მართლა ყველაზე კარგად იცნობ ერთმანეთს. ზონაში რო გადადიხარ, იქ კიდე ცალკე სამყარო არის, ღია სამყარო, 2500 კაცთან ერთად ხარ და იქ რაღაცას გააძ, ვიღაცა ფილოსოფოსია, ვიღაცა ბოროტია, ვიღაცა კეთილია და ძალიან საინტერესო არის. ისე თუ გახსოვს, აი შენთვის ეს ნუ მივხვდი როგორც არის, ესე იგი რაღაც კაპეზე, მე გლდანში და გლდანი ნუ რაღაც 5-6 კაცი ხარ, ამის ყოველდღიურობა არის რომ დილის 6-ზე ხმაური რაღაც ვიღაცა მიყავს სასამართლოში, მე ბალანდა მოდის, მაგას გაგვიძებენ რომ ბალანდა საჭმელი აიღო პური და რაღაცებს საუზმე და მე ჩათვალე რომ შეიძლება თეორიაში არაფერი არ მოხდეს. სულ ოთახში ხარ, ზიხარ ოთახში ერთადერთი გასulis ის გაქვს შანსი თუ თქვათ მამაო მოვიდა და გაგიყვანა და მე გამიმართლა იმ კუთხით რომ რაღაც ბევრი სანაცვლო ყავდა და რაღაც ორ დღეში ერთხელ რაღაც მამაო შემოდიოდა და ერთობი რა იქ გადაყავხარ სხვა იმაზე იქ სხვა პატიმარი იქნება და რაღაცა ინტერაქცია. ან ადვოკატი თუ მაგ ადვოკატი რას ხშირ მომდიოდა მაქსიმუმ ორ კვირაში ერთხელ და დანარჩენი ხარ ამ კამერაში და სასამართლო სანამ მოგიწევს ხო საერთოდ იქ სასამართლო მოგიწევს მე კიდე სასამართლო ისე მათი ახსნა რა არის ეს რატო ხდება რომ თავიდან რატო ხარ ასე და მე რატო შეიძლება გადახვიდო იცი როგორ არის ეგრე არის რა ქვია იურისპრუდენციულად თუ სამართლებრივად თუ საპროცესოდ როგორც არის რომ შენ სანამ მოგისჯიან შენ ხარ უფრო შეზღუდული წტომა გაქვს რა იმიტომ რომ იქ ჯერჯერობით ითვლება რომ გამოძიება მიდის ამიტომ შენ რომ კავშირი არ უნდა გქონდეს გარეჯით რომ ვიღაცა რამე არ დაგიგო რაღაცა არ დავგეგმო მოწმეზე არ მოვახდინო ზემოქმედება და ასე შემდეგ. ამიტომ ხარ მაქსიმალურად ჩაკეტილი და გამოკეტილი ერთ სივრცეში და უკვე რომ მოგისაჯეს შენ და თქვენს რომ აჰა всё ეს დამნაშავე და ამას ამნეწელე მე გადადიხარ უკვე ღია დაწესებულებაში მე გაქვს რაღაც დარეკვის უფლება კვირაში ერთხელ რაღაც წუთები გაქვს პაემნის უფლება ჩემ შემთხვევაში ახლა ცოტა სუბუქი მუხლი იყო მქონდა რომ ორ კვირაში ერთხელ შემეძლო პაემაზე გავსულიყავი და მოსულიყავი და მაშინ ჩემთვის არ იყო ეს ეგრეთ წოდებული პირადი აემნები როცა რჩები რა ეს მე დაიწყეს დანარჩენი დრო აი განსაკუთრებით გლდანში ხა იქ ღია ზონა და გამოდიხარ ვიღაცა ზელაპარაკების კამერაში შენ დღის წესრიგ შენთან იკეთე? კი იქ ხო ზონაში ხო და აი აქ ხა გლდანში უბრალოდ ზიხარ წარმოგიდგენთ 16 კვადრატულ ოთახში ზიხარ 6 ადამიანი და რა დღის წესრიგი უნდა გქონდეს კითხვა არის ერთ-ერთი გამოსავალი და კითხულობ აბსოლუტურად შერჩევის გარშე ანუ რაც გაქვს ყველაფერს კითხულობ ანუ დიაპაზონი არის მაგალითად აი რაღაცა ჟურნალის სარკეს და თბილისელების ბოლო გვერდზე გამოქვეყნებული რაღაცა ნაწარმოების თავები ან რაღაცა დარია დანცოვას აი მინდა რა ქვია დეტექტივებიდან დაწყებული რაღაცა პლატონის დამთავრებული ეგეთი დიაპაზონი გაქვს რა ანუ რაც მოგხდება იმას კითხულობ რა მე მახსოვს ასევე შენ ამბობ ყვები რომ თვითონ ბალანდაც თქვა და ბალანდა ქვია იმ საკვებს რაც ციხეში შემოდის და ამბობ რომ აი როდესაც აი ვიყავითო ეს 5-6 კაცი ერთ-ერთი ყველაზე ჭყალებში რა თქვა უნდა გასართობი ამბავი იყო რომ მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთ და იგივე საჭმელი შემოდიოდა და რაღაცა ექსპერიმენტებსაც აკეთებდი. ხო, რაღაც მზეზე ვდებდიო შოკოლადს და როდენებდი. ნუტელას ვიღებდი ფაქტიურად. ეგ მოგვიყევი, ხო, ეგ იცი, ვისთო მე არ და შენს გისაუბრია ამაზე, რომ ხა რა თქმა უნდა იმის წარმოჩენა, რომ ციხეში ვიღაც ერთობა ან ძალიან სუბუქია თუნდაც ეს წიგნი და რაღაცა გზაფრავს, მაგრამ მე მგონია რომ რაღაცა კრეატიულობის ექსპერიმენტები შენ იქაც ატარე. ანუ მათ შორის ახლა რაღაც მზეზე ვდებდი შოკოლადს რომ დამდნარიყო და ცოტა ნუტელას გემომდები. კიდე არ ვიცი კიდე ერთი კერძი მოვიგონეთ, შაბათობით იყო ხოლმე თევზი რა და თევზს ის ძალიან ვაკუცმაცებდით რაღაცებს ვასხავთ აი დაახლოებით ტუნას პასტას ამით რაღაცას ვაკუცებთ. ხო, ანუ ეგ არის, ანუ თავი უნდა გაირთო რაღაცით. ანუ წარმოიდგინე რომ გაქვს შეუზღუდავი დრო
უყურებ ერთი და იგივე ადამიანებს, ამ ადამიანებთან უკვე სალაპარაკო აღარ აქვს იმდენი გაქნალაპარაკები რა, ყველა მათი ისტორია იცი, აი კლასელების სახელები და გვარები ვიცი, ოჯახის წევრებზე აღარ ვლაპარაკობ, ანუ სულ ყველაფერი იცი ამ ტიპებზე და გააქვს დრო რომელიც არ გადის, ანუ არ გადის და დღეები იმდენად გავს ერთმანეთს, რომ რაღაცა უსასრულო დიდი გაწერილი დღეები, მაგრამ ეგ მე გეხმარება, იმიტომ რომ მე იკუმშება. ანუ გარეთ რო გამოდიხარ, იმდენად ცოტა ხდომილება იყო, რომ წელიწადნახევარი რაღაცა თვენახევრამდე ჩამოდის რა და ყვება არის ერთ-ერთი. ეგ კარგად აგვიხსენი, ხო, ეგ მახსოვს. აი ნახე, იქ რო ხარ ძალიან ნელა გადის და რო გამოხოდი, გონია რომ ცოტა ხანი იყავი? ხო, იმიტომ რომ აი იმდენად ყველა სუ ერთი და იგივე ხდება, რომ არ გადის. და მე რო იხსენებ რეტროსპექტიულად იმ დროს ხო იხსენებ რაღაცა ხდომილებებით რომ რა მოხდა და იმდენად ცოტა რაღაცები არის მომხდარი რომ ის ერთნაირმა დღეებმა ეს რაღაცები შეკუმშეს და ეს რაღაცა წელიწადნახევარი აი თვენახევრად შეიძლება გაგახსენდეს და საკვები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც გართობს თან მე ძალიან მიყვარს ჭამა და გარეთაც რო ჭამა არის ჩემთვის გართობა აი რა ჭამო დღეს განსხვავებით რომ მიდივარ აი წინასწარ ვიცი რომ იქ რა უნდა ჭამო და ეხა იქ ხარ წარმოგიდგინე აი რაღაცა ბალანდა აფეთქებული ქათამი და რაღაც საოცარი საჭმელები მოდის და იქ იწყებ იმპროვიზირება. ხო ეს აფეთქებული ქათმის ისტორიაც მოყევი, რატო ეძახთ? კი, აფეთქებული ქათამი ქვია, იმიტომ რომ მაგაზე ხო, იმაში ბალანდაში ყველაფერი არის რაღაცები რა თქმა უნდა უტრირებული არ არის დოკუმენტური, არის ხო 50% არის სიმართლე და 50% ცოტა. მაგრამ აფეთქებულ ქათამზე იყო ეგეთი ისტორია, რომ წარმოგიდგენთ სუპი არის და სუპში იმდენი ხანი იხარშება ბოსტრეული და ქათამი რომ იმდენად ჩანთხლეული არის ეს ქათამი, ფაქტობრივად ქათამი არის ძაფებად რა და ამიტომ რომელიღაცა ენამოსწორებულმა პატიმარმა დაარქვა აფეთქებული ქათამი. რაზეც მე მოვიფიქრე ისტორია, რომ რატო იყო ეს ქათამი აფეთქებული, იმიტომ რომ მაგ პერიოდში თუ გახსოვთ, მე მგონი გვანტანამოს ციხე რო დაიშალა და პატიმრები რო გაანაწილეს სხვადასხვა ციხეებში, ეგეთი ამბავი შემოვიდა ჩვენთან, რომელიღაც გაზეთი და რადიოთი, რომ რამოდენიმე პატიმარი ქართულ პენიტენციალურ დაწესებულებებს უნდა გაენაწილებიათ და მე ავაგე ეგეთი ისტორია, რომ ეს გვანტანამოელი ტერორისტი ტიპები, რომ მოყავთ გლანის ციხეში, იწყებენ მუშაობას სამზარეულოში და აქვთ რაღაცა ტექნოლოგია, რომელთაც ქათამს ისე აფეთქებენ, რომ ეს ქათამი ძალიან ბევრ ნაწილად იშლება და ბევრ შეიძლება იყოს. ხო, აი ესეთ რაღაცებს იგონებ. ხო. რადიო ახსენე შენ და როგორც ვიცი, დღემდე ხო რადიო არის ხოლმე? ეხლა ტელევიზორიც არის. ტელევიზორიც არის? შენ დროს ჩვენ დროს იყო რადიო. მაგალითად რადიოში მაქვს მოსმენილი 2010. რადიო აქ იმაშიც არის 5-6 კაცი რო ხართ. კი, მაგდარ. არა, ზონაში უკვე ტელევიზორიც არის. არის თელი უბედურება ჩათვალე არის ეს ციხე რა გლანში სანახარ ეს ერთი წელი. ამ 5 კაცში რადიო გაქვს მარტო დილის 8-დან ღამის 10 საათამდე. ვერ რეკავ პაემანი არ გაქვს არაფერი არ გაქვს. აი რაღაცა იმაში ხარ კოლბაში ხარ. იქ რო გადადიხარ მე იქ ტელევიზორიც გაქვს და რეკვა გაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგალითად 2010 წლის ფეხბურთის სოფლიო ჩემპიონატი მაქვს მთლიანად რადიოთი მოსმენილი და ის რადიოს წარმოგიდგენთ 10 საათს თავდება რა და ერთ-ერთ კლუჩნიკთან რაღაცნაირად მოვახერხეროთ ცოტა კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბე და ეს ტიპი ჯიგრულად მიტოვებდა რადიოს რომ ღამე მოგვესმინა რა ეს და ფეხბურთის. რადიო გააქვს თუ? არა, კი დენია და 10 საათზე გეძახიან შუქი უნდა ჩააქრო და რადიოც უნდა ჩააქრო. თუ არ იმასკენ მე ეს დადის და ჩუმად ყურს ადებს და თუ დაინახეს რომ ჩართული გაქვს, აი შეიძლება მოვიდნენ და ისე იქ შენი აზრას ემსახურება. იცი რა, რომ აი რაღაც იმაში იყო ფორმაში თუ რატო ზრუნავდა. ბევრ რაღაცის მე რო დავიწყე ფიქრი, ხო, აი წვერის გაპარსვა მაგალითად კიდე რა. რა არის სავალდებულო? სავალდებულო იყო წვერის გაპარსვა რა. მაგაზეც ერთ საინტერესო ისტორია, წვერის გაპარსვა საინტერესო ის იყო, რომ დავდიოდი ამ იმაზე, რა ქვია, სასამართლოებში. დავაკვირდი რომ რაღაც რაოდენობა ხალხი დადიოდა ულვაში. წვერი არ ქონდა, ულვაში ქონდათ და მიხვდეთ კი ულვაში თქო ესე იგი მოსულად თქო რა. განსაკუთრებით აზერბაიჯანელი ისინი იყვნენ და ულვაშები დადიოდნენ და იქ წარმოიდგინე ხა როგორი ხარისხის ის შემოდის რა, საპარსი და განსაკუთრებით ულვაშების გაპარსვა იყო ჯოჯოხეთი აი რაღაც წიწკნი და ესა და მოვიფიქრე რომ მეთქი ულვაშებს თქო არის პარსოს თქო მოდი ჩვენც მოვუშვათ თქო რა და თელმა კამერა მოუშვით ულვაში.
მთელი კამერა 6 კაცს დავდივართ უბაში. ნუ ჯერ ერთ სასამართლოზე რომ მივედი და იხოცა ხალხის სიცილით, იმიტომ პირველად არასდროს არ მქონია და ერთი სასამართლოდანაც რომ მივედი კამერა იღება, შევდივარ და ყველა არის გაპარსული და დაზაფრული ესეთი და რა იყო მეთქი რა გჭირს და რა იყო კი არა მიდი ულვაში გაიპარსე ვიღაცა ის იყო პრავერკაო მოვიდა ვიღაცა ახალი ოფიცერი იყო და თქვენო აქ დაგვრცინითო და მაგარიო გვაკაჩავესო და 5 წუთში თუ არ გაიპარსოთ ულვას რომ გაგხევთ ყველას მაშინ და ესე გააპარსინეს ყველას ისე ულვაში მე გამიმართლა იმიტომ რომ იმაზე ვიყავ სასამართლოზე მაგრამ ნუ მეც გავიპარსე და მე აი რაღაცებს ვაკვირდები იწყებ ფიქრს რაციონალი რადევს აი ამ რაღაცეებში და ვერ ვიპოვე. ანუ ძირითადი რაციონალი იყო ის რომ მაშინ თუ გახსოვს აი ძალიან ის იყო საპროცესო გარიგება შეუნდა გეღიარებინა და მე რაღაცა გეტყოდნენ რომ აი 7 წელს მაგრამ 1 წელი ან გარეთ გადი და ეს პერიოდი როცა შენ გლანში ხარ ეს არის ზუსტად ის პერიოდი როცა მიდის ლაპარაკი ამ საპროცესო გარიგებაზე შენ აღიარებ თუ არ აღიარებ და ეს ვადა შენ უნდა იყო მაქსიმალურად სუდ პირობაში ხო რომ მაქსიმალურად შეწუხებული უნდა იყოს მოლაპარაკების ძალა რომ იმათ ხარეს იყოს მოლაპარაკების ძალა აი მარტო ეგ რაციონალი დავინახე სხვა ვერაფერი იმიტომ რომ მე რომ ზონაში გადავედი მე საერთოდ საოცრებების მოხდენა დაიწყო მე ხო ვიღაცა გადმოდიოდნენ და მე იყო მაგალითად ჩემ დროს თუ შეგეძლო რომ ეხ მთელი დღის განმავლობაში ჩემ ლოგინზე დამჯდარიყავი ან წამოწოლილიყავი, მე იყო რომ წამოწოლა არ შეიძლებოდა. ან წამოწოლა შეგეძლო ლოგინში მარტო ღამე რა, შუქი რა ჩაქნათ. მანამდე ან უნდა მჯდარიყავი, ანუ აი არაფერი ხო მაგაში აზრი არ არის რა. აი რაღაცაში რომ ბალანდა უგემურია, მაგაში კიდე რაციონალს შეიძლება დაინახო, რა ვიცი, რესურსი არ გვაქვს რომ პატიმარს ვაჭამოთ ფონძიო. მაგრამ რაღაცა იმაში შეიძლება არ დაждდე და არ ადგეში არაფერი რაციონალი არ არის. რაღაც ეტაპზე შენ წიგშიც და ისეც ამბობ რომ რაღაც ეტაპზე ადამიანი ამჩნევს საკუთარ თავს რომ შეიძლება ციხეს ეჩვეოდეს. კი, თუ ძალიან და რა დეტალებში ხდებოდა ეს? ხო, რაღაცნაირი ხდები რა, რაღაცნაირი აი ნიჰილიზმი გეუფლება, იწყებ ფიქრს იმაზე რომ შეიძლება საბოლოო ჯამში აქაური გახდე, იქაური ტერმინოლოგიით იწყებ ქცევას და უფრო ხდები აი ციხის ადამიანი ვიდრე თავისუფლების და მე მაგას გამიმართლა რომ ვიღაც ტიპები ყავდნენ რომელსაც მითხრეს რომ გაფხიზლებთ. ხო, ცოტა ზედმეტი ხო არ მოგდის რაღაცა უკვე ის გახდი რა ქვია რაღაცა არისტანტი და რაღაცა ის არის რა ეგეც ახლა რა ვიცი რომ მეორე დღეს გამოგიშვან შეიძლება კი არ შებრუნდე მაგრამ ხო რაღაცნაირ იქაურ უნარებს იღებ რა ეხლა დიდი ხანი რო ხარ რაღაც ადგილას და თან თუ არ ვცდილობ რომ იქაურობას ძალიან გაუცხობდე და მე არ ვცდილობდი რა იმიტომ რომ ვარ აქ თავიდან მოსჯილი მქონდა 6 წელი და ეხლა რო ვიცი რომ 6 წელი ვარ სადღაც იმ გარემოში როგორ უნდა ვიყო გაუცხოვებული რა მაქსიმალურად უნდა შეეგუო და რაღაცა იქაური ქუდი დაიხურო ესე რომ ვთქვა და მე უკვე ეგ რაღაცა გადაგდის რაღაც ჩვევებში რა ერთ საინტერესო დისკუსია გაქვს შენს თავთან შეიძლება ეს მხოლოდ წიგში მაგრამ მე მგონი ისედაც გითქვამს რომ ეს იყო რომ როდესაც შენ თავთან აწარმოებ ესე დატყვევებული ხარ შენ თავთან ალბათ გარდა პატიმრებისა იქ ვინც არიან შენ საუბრობ და რაღაც ეტაპზე გიჩნდება ადამიანის ფიქრი რომ შეიძლება ეხლა დამიჭირეს იმიტომ რომ რაღაცას მაბრალებენ ანუ მე ეს დანაშაული არ ჩამიდენია მაგრამ შენთან გახსენდება რაღაც მომენტები ცხოვრებაში და ფიქრობ რომ ну ეხლა კი არასწორად ვარ დაჭერილი, მაგრამ რაღაც დანაშაულები ალბათ შეიძლება გამიკეთებ. ეს მართლა აქვთ ეს? კი, ზუსტად მახსოვს ეგ მომენტი მაგ დასკვნამდე როცა მივედი, იმიტომ რომ შენ თავი დაიჭირე შენ თავი. ხო, იმიტომ რომ როგორ ის იყო, იცი როგორიღაც წამოწოლები ვიყავით და რაღაც ვლაპარაკობ და ერთ-ერთი ჩემი საკამერნიკი აი წუხდა იმაზე რომ აი როგორ დამიჭირეს და არაფერი არ დამიშავებია და რაღაცა და ამის გამო იყო ძალიან ცუდ განწყობ დაგრუზული და მე ვცდილობდი რომ მისი ეს დაგრუზვა რაღაცნაირად გამენეიტრალები მე ზოგადად მახასიათებს აი ვიღაცა ხო არის ადამიანები რაღაცა პრობლემა რო აქვს და უბრალოდ უნდათ პრობლემა
მოყვნენ და შენც თავი უძანძურო და გაიზერო. მე არ შემიძლია ვიღაცა რაღაცას პრობლემას. ამბობს მე ეგრევე უნდა გამოხტე და დაუწყო ჩიჩხინი რაღაცა იმეების. გამოსავლების შეთავაზებით და რა თქმა უნდა მეც ხა ამის ვაიბაში ჩავერთე და ვეუბნებოდი რომ არა ეხა იქნება ეს იქნება და აი ამ ლაპარაკში უცებ საიდანაც გაჩნდა ის რომ მეთქი აი შეიძლება ეხა ამაზე კი არ ხარ ეს კი არ არის რაღაცა მაღალი მატერიის და სამართლის საფუძველზე შეიძლება რაღაცა დაგიშოვე და მე თვითონ მივხვდი რომ ხო მეც ჩემ შემთხვევაშიც ესე არის და აი ეგ რომ მივხვდი აი ისე დამილაგდა ყველაფერი და იმდენად რაღაცა შინაგანი ჰარმონია ვიგრძენი აი ეგ იყო ალბათ გარდამტეხი მომენტი რის მერეც ყველაფერი ძალიან ადვილად წავიდა რომ მივხვდი რომ ხო რა ვიცი კოკა შეიძლება ეხლა რასაც გაბრელებენ ეს სრული სისულელე არის მაგრამ რა ვიცი მე თვითონ ხო ვიცი რომ რაღაცეები მაქვს ჩადენილი ცხოვრებაში რომელიც შეიძლება ეხლა კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსში არ ეწეროს რომ ეს რაღაცა დანაშაულია და ითვალისწინებს ამდენ წელს სასჯელს მაგრამ სამართლიანობის საფუძველი მოითხოვს იმას რომ ხო ამის გამო შენ ღირსი ხარ რომ დაისაჯო და ჩავთვალე რომ ხო ალბათ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი და იგი იყო ყველაზე კარგი მომენტი ანუ რაღაცა კატარზისივით და შვება რომ ხო თორე ისე ძალიან რთულია ხა რომ ფიქრობ და ეხა ის ჩემი ეს თანაკამერელი იმას და აი ხა როგორი ხალხია გარეთ და მე ესეთი ვარ და როდის გიჩდება იდეა რა თქმა უნდა ალბათ მაშინ წიგნის სათაურზე არ გიფიქრია მაგრამ ბოლოს მოვიფიქრე და რო რაღაცა რატო მოგინდა ეს რო რაღაცა ამ ყველაფერზე დაგეწერა და თუ იღებდა ეს სხვადასხვა ფორმა ან დაგეწერა შეიძლება რაღაც ფილმის გადაღება იცი რა არის საერთოდ არასდროს არ მიფიქრე რომ მე დამეწერა იმიტომ რომ ამას ხშირად ვამბობ ხოლმე რომ რაღაც ერთი საგანი იყო რომელშიც ყავდა ყველაზე ცუდი ნიშნები და ეს საგანი იყო ქართული წერა და ინსტიტუტშიც იმიტომ ჩავაბარე ISM-ში რომ ქართულის წერა არ ბარდებოდა გაგიკვირდება ხო და ანუ იმიტომ რომ სულ მეუბნებოდნენ სკოლაში რომ ეს არ გამოგდის არ გეხერხება არ იცი და ასე შემდეგ იმიტომ რომ სხვა მე მეგონა რომ სულ უნდა დამეწერა წაკითხulis შინაარსი და როგორც ვიგებდი რაღაცას ისევ წერდი და თუმცა ეგ არ უნდა დამეწერა ისე როგორც ვიღაცა სადღაც გაიგო რა და ამიტომ წერაზე არასდროს არ ვიფიქრია მაგრამ ციხეში რომ ვიყავი და ზუნდაში იმდენი რაღაცაი წარმოუდგენლად გასაოცარი ამბავი ხდებოდა და თან ჩვენ ხო მაინც და მაინც დიდად არ გვიყვარს ქართველებს რაღაცა ისტორიის წერა და რაღაცის შენახვა და რაღაცნაირად ჩემ თავს პირობა მივეცი რომ აი ეს რაღაცეები არ უნდა დაიკარგოს რა სადღაც უნდა დაფიქსირდეს რომ ვიღაცა მომავალში გაიგოს რომ აი ამ პერიოდში რომელიც განსაკუთრებით ისეთი იყო რაღაც სიხშირით გამოირჩეოდა ადამიანთა პატიმრობის თუმცა ახლა მე მგონი დავეციეთ პერიოდს რომ აი ვიცოდეთ რომ შიგნიდან დანახულში რა ხდება რა და თან რაღაცა ისიც მქონდა რა რაღაც ის მქონდა კეთილშობილური მიზანი რომ ცოტა გზამკვლევითაც ყოფილიყო რომ აი ხა ხო რაღაც დონეზე მსუბუქი არის რა რომ აი რაღაცა შიგნით რო შეხვალ ყველაფერს ესე მძაფრად არ შეხება თვითონ როცა იქ იყავ შენ აი ამ ისტორიებს ვინმეს უყვებოდი გარეთ ანუ თვითონ იქიდან იყავი წერას არა საერთოდ აქაც არაფერი წარმოგიდგენ 10 წელს განმავლობაში არა უბრალოდ არის სადღაც ხო შენ თავში ასე თავში ბავშვებოდი იმიტომ მე სულ ეგრე მახასიათებს ანუ რაღაცა დიდი ხანი რაღაცები უნდა ავაწყო და რაღაცა ტაიმინგი შევარჩიო და იმ დროს უნდა გავაკეთო რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ესე იყო ამის შემთხვევაში სულ ვიცოდი რომ დავწერდი და მინდოდა დაწერა თავში რაღაცებს ვაკონსტრუირებდი არც ვიცოდი რა ფორმით უნდა მეწერა ამ ისტორიებს ყვებოდი მაგალითად ჩემ მეგობრების დიდ ნაწილს საკითხული არ აქვს იმიტომ რომ ამბობენ რომ მოყოლით ვიცით ეგ წიგნები და რომ ამ ისტორიებს ყვებოდი რაღაცებს დიდ ნაწილს მე დავიწყე ფიქრი იმაზე რომ არ მინდოდა რომ ადამიანებს თავისთავი ამოეცნოთ შიგნით რა და მე დავიწყე ფიქრი რომ როგორ გამებლარა ეს ხალხი ისე რომ ვიღაცას ეცნო თავი ვიღაცას ვერ ეცნო მაგრამ მე ეს ხო გაეკარწყლებინა რომ ხო ეს კი ჩემი უნდის არის მაგრამ ეს სხვისია და მოკლედ
სადღაც ერთი წელი მე ვიწვალე ამას, მაგრამ 10 წელი აი ესე თავში ხარშე და ალბათ მე მგონი პანდემია დავეხმარა, იმიტომ რომ პანდემიის პერიოდი. პანდემიაში გამოიცა, ხო, ეს იგი. და კიდე ერთი რაც მაინტერესებს არის როდესაც ერთ-ერთი ბოლო ფიქრები რა წიგშიც და მე მგონი ნებისმიერ პატიმარს რაც აქვს ხოლმე არის როდესაც გავთავისუფლდები როგორი იქნება ჩემი ცხოვრება და როდიდან იწყებ ამაზე ფიქრს ან შენ როდის დაფიქრდი ამაზე იცი რა მე რაღაც დონეზე გამოვიდე რომ მოულოდნელად გამათავისუფლეს ანუ საბოლოო ჯამში ხო თუ კი აი ისტორიაც მოვყვეთ რა მოხდა მე როგორ შენი სტრატეგია ანუ მე რომ მომცეს 6 წელი გადამიყვანეს მე ზონაში და მე იქ არ საქალაქო სასამართლოში არ ვაღიარე, გავჯიქდი ბოლომდე და ეგ შენი გადაწყვეტილი. ისე მაგდროს შეგა ყველაში ეჭვი რაღაც რო გირჩევენ ესექენი და მე ძალიან სერიოზული დილემა. მარტო აი შენთან იღებ მარტო გადაწყვეტილებას. ხო, აი ყველა გადაწყვეტილებას ჩემი შეიძლება ვიღაცებს მოусმინო, მაგრამ აი შანსი არ არის რომ ნებისმიერ რაღაცაზე რომ სხვის ისენი რაღაც შეიძლება გავითვალისწინო რაღაცა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილების საშენ მასალად და არა იმით რომ დავეყნო რომ მოდი ესე გავაკეთო. არ ვაღიარე, გავჯიქდი, ისედაც რაღაც ვერ მიტანდნენ ისინი რა ქვია, პროკურორი და თუმცა აი მაშინ წარმოგვადგენია რა ეს სიტუაცია, სასამართლოზე არ აღიარე, ანუ რო გეთქვა რომ კი ვაღიარებ, ზუსტად იცოდი ამის გეტყვი ადვოკატი შემოვიდა და ვითხრა რომ პროკურატურა გვთავაზობსო, ეხლა აღიარე, რაღაცა თანხა არის მოცემული, ეს თანხა გადაიხადა და 1 წელი. ეგ ინტერესი აქვს პროკურატურას ხოლმე? მე როგორც გავარკვე, იცი რა იყო თავიდან აი რაღაცა უბრალოდ ვიღაცას თვალში არ მოუვედი, ეხლა ვიცი ვისაც არ მოვედი, მაგრამ არ მინდა ხგვარებზე და სახელებზე საუბარი, იმიტომ რომ მე იმას ვერ ვხრობი, რომ შურის ძიება ცივად მისართვევი, კერძი არის და ამიტომ ვინახავ ამას და უბრალოდ არ მოვედი თვალში დამიჭერს და მერე დაიწყეს გარკვევა რომ აი და მერე აღმოჩნდა რომ თურმე ფლატ ეგეთი ცუდი ტიპი ხარ ვარ და რა ვიცი ხო მაგრამ ახლა დამიჭირეს აი პონტი არ იყო დაჭერილი ტიპი რაღაცა ვადა უნდა მოიხადოს და იმ ტიპმა თქვა რომ აი რაღაც თვეები დაასახელა რომ იჯდება უკაცო და გამოვა ამოხდა კაცი არისო რა და მე რატომღაც არ თვალში არ მოუვედი, არც რომ დამიჭირეს მაშინ ფინანსური პოლიციის ტიპებს, მე პროკურორს, იმიტომ რომ მე მაგ ერთი ეგეთი უნარი ბავშვობიდან, რომ აი რაღაცა ყველაზე ცუდ და ისეთ დაძაბულ სიტუაციაში როცა ვიღაცა მეჩხუბება რაღაცა მაგ ხომე ძალიან ცინიკური გამომეტყველება და ეგეთი ლექსიკა და რაღაცა და ეს პროკურორი ძახდა რომ იჯდესო ეგ ვარიო ცინიკოსიო და ასე შემდეგ ანუ უფრო მეტად უნდებოდათ რომ და ეს ცუდი ტიპი ვიყავი რა მათ თვალში მაგრამ ნუ რაღაცეები აქ გარეთ ჩემებმა იჩალიჩეს და მოკლედ რაღაც ვადას სადღაც 9 თვე იყო ალბათ გასული უკვე ბოლო ის რო იყო შემოვიდა ადვოკატი და მითხრეს რომ მოდიო 1 წელი მე ჩათვალე რომ 7 თვე ნაჯდომი ვარ უკვე და დამჭა 5 და 5-ში გავა და მე მეთქი არა თქო შანსი არა თქო იმ შემთხვევაში ვაღიარებ თქო თუ ეხავე გამიშვებენ და არაო და ამიტომ აუდა წადიო და ჯეკი 6 წელიო ესე მითხრეს. სხვათა შორის ეს წიგნი იმ კაცს ეძღვნება. ზვიადესებუას რომელიც მოსამართლე იყო ჩემი საყვარელი ბჭყალებში და როგორც ვიცი ახლა ბოლო დღეები არ გადამიმოწვებია, მაგრამ სადაც 1 წლის წინ შემოწვე ისევ დღემდე მოსამართლე და წიგნი აქვს. და ეს არის ეს 6 წელი მომისაჯეს და მე გადამიყვანეს უკვე ზონაში. და მე კიდე თავიდან იქ მეორე შანსი მოდის მეორე შანსი მოდის სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში ოღონდ მეორე შანსი უკვე მოდის უფრო ცუდი არ მეორე შანსი იყო მითხრეს რომ ხო არ დაგვიჯერაო თავის დროზეო ეხაო მაშინო საპროცესო გავაფორმოთ მაგრამ 2 წელიო და ნუ კაი უკვე მეთქი აღარ აქვს აზრი ამ ჩაჯინებას და მაშინ ნუ წახვიდე რო სტრასბურგი და რაღაცა ხა რაღაც უფლებად ხო ნუ ხა ჩვენ ისე წლებს ვსაუბრობთ მაშინ არა თან ხა გააჩნია შე რაზე ხარ ხა დაჭერილი თუ რაღაც პოლიტპატიმარი ხარ და რაღაცაზე ხარ დაჭერილი მაშინ კიდე შარსი გეთ რაღაცა სამოხელეო დანაშაული როდის ხა სტრასბურგამდე მივა და ისიც ხა როდის განიხილავს ას განიხილავს ხა ის იყო უტოპია იყო და ამიტომ თქვი რომ კაი ვაღიარებ დანაშაულს და 2 წელი ვიჯდები და ეს 2 წელი
ისე რო აღიარებ ბოდიში რა არასდროს ესეთი შანსი არასდროს არ მქონია. რო აღიარებ ამ დროს სასამართლო, ანუ რაღაცა ის ყველაფერი დაგვავიწყდა მანამდე რო არ აღიარებდი. ეხა უცბად გამახსენდა რომ ოი მომენტ პრინციპში ექსპერტიზის არის სულ ყველას ვეუბნები ხოლმე რომ სასამართლოში არის ეგეთი დაკარეკვა თუ რაღაცებს შეგიძლიათ ხო რომ არ მახსოვს. ანუ არ მახსოვზე ვერავინ ვერ მოგედავება და აი როცა შეგიძლია მაგალითად ერთ-ერთ სასამართლოზე ეგეთი წო ვიღაც მოწმე რაღაცებს აი წარმოუდგენელ რაღაცებს ჩემს საზიანოზე ამბობდა რომ არ მახსოვს და მე ავდექი და რაღაც აი აბსურდი ვკითხე და ატყდა დარბაზში ხარხარი და აი ეგეთი რაღაცების გამო იყოს ცუდად რა გეკცა საბოლოო ჯამში ხოდა არა მოსამართლე რა შევა იცი თუ საპროცესო ის მაგას არეგულირებს რა რომ პროკურატურა და ადვოკატი თუ შეთანხმდნენ და პროკურატურა ამბობს რომ ხო ამან აღიარა მოინანია და ჯარიმა გადაიხადა იჯდეს 2 წელი რა არაფერში არ მჭირდება ეხლა კოკა გამუშაძე 6 წელი იმაში ციხეში რა და მქონდა 2 წელი და 6 თვე იყო დარჩენილი და იყო აღდგომის წინა დღე მახსოვს ზუსტად და ვიღაცასთან კამერაში ვიჯექით რაღაცას ვქაქანებ და ვიღაც შემოვიდა რომ გეძებენო ადმინისტრაციაში გადმოვიდეს და მე მეგონა მატყუებდა იმიტომ რომ მე სულ ვიღაცებს რაღაცებს ვატყუებდი უჩალიჩებდი და მე გონია რომ რაღაცა აბაროტი არის რომ რაღაცა უნდა გამიჩალიჩონ და ერთი 6 კაცი რომ შემოვიდა და ბოლოს ერთი წააღ ღრმა და მორწმუნე ტიპი იყო მლოცველი ის რომ შემოვიდა და იმან მითხრა რომ გიძახიანო იმას დაუჯერე და აი ეს მომკიდეს ხელი და გამომაგდეს გარეთ საპატრიარქოს. აი როგორ ხდება? საპატრიარქოს შეწყალების იმაში კოტაში მომყევი და 6 თვით ადრე გამომაგდეს ისე რომ არ ვიცი. აღარ აი ძალიან სწრაფად გამოდი ხა ხვალ კი არ გამოდიხო? არა აი ჩათვალე რომ ეს მითხრეს რომ ქვევით ჩამიყვანეს სადღაც და რომ გადაგვიყვანეს ამიდან რომ შემოღობილი ტერიტორია. უკვე ხვდები რაღაცა ეიფორია ერთება? არა და ჯერ ვკითხე აი ნახე რომ ჩავედი და ერთი 5 ადამიანი ვართ რა და სად მიყავართ თქო რა და ეხლა ვისაც ცოტას რო კი გაქვთ დარჩენილი უნდა გადაგიყვანოთ ადმინისტრაციაშიო რომ რაღაცა საბუთებზე ხელი მოგაწერინოთო რომ როცა მოგიწევთო გასვლაო ზვანო კი ეგრეთ წოდებული პირდაპირ გახვიდეთო და ბიჭო ეს ერთი რამოდენიმე ტიპი ხო ვიცი ვინც არის და ვიცი რომ ამათ მაღალი სროკი აქვს და ერთ 5 წელი აქვს დარჩენილი ერთს რაღაცა და რაღაცა ვიეჭვე რა და როგორც კი ის ზონაში არის კიდე 3 ზონად გაყოფილი რა ბარაკებად და ეს ჩვენი ბარაკის ტერიტორია როგორც კი დავტოვე სად მიყავარ მეთქი ამ ბადრებს ვეკითხები და გიშვებთო სად უნდა ვიყავდეთ და ნუ გამორს მე ხა კიდე 6 თვე ხდება ის ბიჭები შოკში ჩავარდნენ რა და ისე რა ემოციაა? აუ ძალიან მაგარია ძალიან და მე გადაგვიყვანეს ადმინისტრაციულში მომწეს პირადობა და ყველაზე მაგარი გზნობა რა ეს პირადობა მომწეს და თვითხეს რომ ეხავ გადადითო უკანო დაბრუნდითო რა და რაღაცა ლეიბი რაღაცები ჩააბარეთო და ზონაში შევედი 1 საათი უკვე ვიცოდი რომ თავისუფალი ხარ და იქ ყველას ემშვიდობები ყველას რაღაცას იმაშები და ეგ იყო ძალიან ემოციური და რო გამოხვედი ხო რაღაცა მაგდროს ყველა მიცი ხო მე უთხარი რომ მეთქი არ დარეკო თქო ჩემით წავალ თქო რა ეხლა მაგ წიგნში როგორც არის ეგ იყო ჩემი იდეა ეგრე მინდოდა ხო ეგ მოხევი რადგან ყველა არ წაიგებს როგორ ეგ ძალიან საინტერესოა მიგაცადა მინდოდა რომ მეთქი წავალ ჩემით შავალ დავადგები და თან ვიცოდი რომ გარეთ სულ ტაქსებით განამდო ვიღაცა თუ გამოვა რომ ეგრევე წაიყვანო და რაღაცა და მაგრამ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა დარეკა და რო გამოვედი აი იმაში რა ქვია თესვებში რომ ლევან აბაშიძე ჩამოდის და ახლობით ეგეთი არ მახსოვს რამდენი მანქანა იყო და გამოვედი ხო ძალიან ის იყო რა ქვია ძალიან შოკის მომგვრელი იყო და ეგრე დაუბრუნდი, მაგრამ მე იყო აი ყველაზე რთული პერიოდი ციხეში არ ნაკლებ რთული პერიოდი. ხო, აი გვაინტერესებს. მე დაბრუნება ცხოვრებაში. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ახლა ვისაუბრებთ დაბრუნებას რაღაც ცხოვრებაშიც და ზოგადად აქტიურ ცხოვრებაში. და მე მგონია ეს გამოადგება არა მარტო იმ ადამიანებს, ვინც რაღაც თავისუფლება აღკვეთილი აქვს, მგონია რომ ბევრი ადამიანი სხვადასხვანაირ განსაცდელს გადის ცხოვრებაში, დიდი ხნით არის მოწყვეტილი აქტიურ ცხოვრებას, მერე ბრუნდება და ყველაზე ძნელია ხოლმე მერე ისევ ინტეგრირდეს საზოგადოებაში. ესეთი არიან ხალხი, ვინც რაღაც ვერ აქვს დაავადებებს ებრძვიან, დიდი ხნით ქრებიან ეგრეთ წოდებული აქტიური ცხოვრებიდან და მერე
უჭირთ ინტეგრაცია. შენ შემთხვევაში როგორ გაიარეს გზა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა მარკეტერის მკითხველი მაყურებელი კოკას დიდი სცენებიდან ისწნობს რაღაც დიდი პროექტებიდან, ეხა ის მოიგო ხვალ, ის გააკეთა ხან რაღაცა. როგორ იყო ეს პროცესი, იმიტომ რომ მე მგონია რომ რაღაცა დისციპლინა, შრომა და ძალიან დიდი ფიქრი დგას ამ ყველაფრის უკან. თუ გახსოვს, ძალიან რთული იყო. ხო, იქ რო ხარ ზონაში, აქ ჩართული. გოდი ამ პერიოდში შენ უკვე ოჯახი ყავს? კი, ოჯახი ყავს, ბავშვი. ერთ ჩემი ცოლი იყო ორსულად მეორე ბავშვზე, როცა დამიჭირეს. ხო და ამიტომ იგიც დამატებითი ის იყო, რომ დამატებითი ლეიერი იყო ამის სიზნელის და ხო, რო გამოდიხარ მე არის ძალიან რთული არის როგორ დაბრუნდები. მიუხედავად იმისა, რომ არავის არც ოჯახში, არც სამეგობროში, არც სანათესაოში არავინ არ იყო, ვინც რაღაცა ზურგი შეგაქცია, ან რაღაცა მაქსიმალურად არ შეეცადა დამხმარებოდა, მაინც ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ უნდა დაუბრუნებულიყავი ამ რაღაც პროფესიულ რელსებზე რა და ძალიან დიდი ხანი ვერ ვახერხებდი. ანუ რამოდენიმე ადგილას ვიყავი, ეხლა რო ვიყურებ ჩემ თავს რეტროსპექტიულად არც თუ კარგად საქმიანობდი და რაღაცა ხათრის გამო რო ხარ იქ, იმიტომ რომ ვიღაცა ახლობელია და იცის რომ რაღაცა უბედურება შეგემთხვა და ამიტომ რო ხარ იქ და მე რაღაც დაახლოებით სადღაც 1 წელიწადნახევარი საერთოდ ესე ვიყავი, უშევარი ფაქტიურად და მე ისევ ეს რაღაც უძღებიშვილის დაბრუნება. შენ თუ ენდობოდი მაგ პერიოდში შენ თავს? იცი რა არის, ვენდობოდი რა. ანუ ერთ-ერთი პრობლემა რაც იყო და მე ძალიან გავიმართლა TBC-ში რომ დაუბრუნდი, ვინც ამიყვანა იმ ტიპმა თავიდან თქვა რომ აი over qualified არისო რა, იმიტომ რომ ძალიან ქვევიდან ისეთ რაღაცებზე მივდიოდი, რომელიც ითვლებოდა რომ იყავი over qualified, მაგრამ იმ ტიპმა რაღაცა მოეწონა და თქვა რომ არაუშავსო და ეგრე დავბრუნდი TBC-ში და TBC ჩემთვის იყო აი რაღაცა უძღებიშვილის დაბრუნება, იმიტომ რომ 2002 წელს დავიწყე TBC-ში მუშაობა მე-4 კურსზე კრედიტ ოფიცრად და ხო, გასაგები რო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, კოკა 2003-ში დაამთავრა ISM-ი და ბოლო კურსზე მუშაობდი TBC-ში რაღაც ძალიან დამწყებ პოზიციაზე და მე უკვე კრედიტ ოფიცერი დიდი კაცი ხო, კრედიტ ოფიცერი რას ლაპარაკობ. აზანზარი. ახლობლებს ესხრის ვიცევა უფრო. ეგეთი კარგად მაშინ აი ხო ცოლი არ ყავს არავის. მობილურის გამოტანა შეეხმარებოდი ხა? და მაშინ სამოხმარებლო იპოთეკური მაშინ იწყებოდა, ანუ ყველა ფიზიკური პირი შენთან მოდიოდა სესხსა და თან მაშინ ისე კი არ იყო, ანუ ერთადერთი ფილიალი იყო თბილისში, სადაც შეგეძლო აგიღო სამოხმარებლო იპოთეკური სესხი ვერის ფილიალი და იქ კი არ იყო ეხლა, იქ იყო კაფე გირჩა ჩვეულებრივ. მოპირდაპირე მხარეს იყო და მაგალითად რომ მივიდოდა ვიღაც ვაკის ფილიალში ან თაწმინდის, რომ ეტყოდა რომ სადმე თუ გაიგებო სამოხმარებლო სესხი მინდა, ეტყოდა რომ აპაპაპ შენ წადი ვერას. ფილიალი იყო სულ 3 თბილისში წარმოიდგინე. კარგი მოსწავლე იყავ ეთქობა. ISM-ში. იცი რა არის, ეხა ვერ ვიტყვი რომ რაღაც რეიტინგული არ ვიყავი, ანუ რეიტინგის მოსწავლე არ ვიყავი რა. მაგრამ ისეთი ვიყავი, რა ქვია, არც გაგდების კანდიდატი არ ყოფილვარ და არც რეიტინგის, რაღაცა შუა ვიყავთ რა. თავს გადაირჩენთ. ხო. ის თემა არ მივივიწყოთ და ხო, ანუ წელიწად ნახევარი ანუ გათავისუფლების შემდეგ ხო რაღაცა პერიოდი ვიყავი სადღაც მუშაობდი რაღაც ახლობელთან იმასთან ამასთან ჩემი მეგობრების კომპანიაში რომელიც მე დაიხურა, მაგრამ ნუ ისე რა მე თვითონ კმაყოფილი არ ვიყავი, მე სულ რაღაცნაირად ეგ მაქვს ხოლმე თვით კრიტიკული ვარ ხოლმე, ვიცი სად კარგად ვაკეთებ რაღაცას და სად და ობიექტურად არ მომწონდა და ეგ ჩემ თავთან ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაყენებდა, იმიტომ რომ მე სულ ვეძებ ხოლმე ჩემ თავთან ჰარმონიას, ხალხს კოუჩებს ვარ უყვართ კომფორტის ზონის ზედა, მე სულ კომფორტის ზონა უნდა ვეძებო, ზონაში ციხეში სულ რაღაცა უნდა იმას არ მომწონდა რა და რაღაცნაირად მივხვდი იმას რომ ხო რა ქვია ძალიან ქვევიდან უნდა დავიწყო და ეგეც პრობლემა იყო რომ ვიღაცებს არ უნდიხარ შენ ქვემოდან ვიღაცები შეიძლება არ რეზიუმეში რას წერდი ამ დროს ანუ იცი რა რატო გულისხმობ რაღაცა
რეზუმე ძალიან ნორმალური. ნუ ეხა იქ არ წერდი რომ არა, რას გულისხმობ? იმას კი არა, რომ ციხის პერიოდს არ გეუბნები, მაგრამ რაღაცა სადღაც დირექტორებად რო გაქვს ნამუშევარი და მე რო სამსახურში აგზავნი რომ და ამიტომ ხოლმე მაგიტომაც იყო. მაგრამ ეგოს ხრივ შეგუებული იყავი, რომ გამოხოდი ისევ დირექტორი არ იქნები რაღაცების და შევეგუე ხა რა, იმიტომ რომ თან მაშინ ხა იგივე პოლიტიკური სიტუაციაც იგივეა და ასე შემდეგ და მე ვიცი რომ ეხა არავის მოტივაცია რა იყო? რამე მინდა ვაკეთო თუ ოჯახისთვის? ხო, რა ვიცი, შემოსავალი რაღაც კეთე მე არ მიყვას, აი დასვენებაც არ მიყვას დიდად რა, რაღაცას სულ მინდა ხოლმე რაღაცას ვაკეთებდი რა. აი ეს მოსვენებულ მდგომარეობაში პირიქით აი რაღაცეები არის, რაც მასვენებს, რაღაცას რო ვაკეთებ, ოღონდ ისეც რაც მაინტერესებს, იმითი უფრო ვისვენებ ხოლმე ვიდრე აი რაღაცა წამოწოლილი იყოს სადღაც, ხო, მაგას ვერ ვიტა, აი შეზლონგზე დაწოლას მინჩვენია. ის კონკაზე დაწოლ. ხო და ეს არის, და ნუ ხო, რა ვიცი, შემოსავალი ის რომ რაღაცას აკეთებ, თან ახლა მიჩვეული რო ხარ მე-3 მე-4 კურსიდან რომ მუშაობ და სულ ერთი დღე არ ქონია, მაგრამ რაღაცნაირად გიჩდება ეგ რაღაც რუტინა და ეგ რაღაც ჰიგიენა პროფესიული და მე მოხდა ისე რომ აი რაღაცნაირად TBC-ში ისევ იმიტომ რომ ვიღაც ძველი ნაცნობობა ისინი დამეხმარენ და თქვეს რომ ხო მოდი და აი რაღაც მართლა იმაში რომ დაბრუნდები რა ქვია ოჯახში ეგრე მოხდა მეორედ ჩემი დაბრუნება on marketing-ში არა მაშინ გაყიდვებში და product development-ში, retail-ში და იქ ვიყავი დაახლოებით სადღაც წელიწად ნახევარი საკმაოდ ისეთ რო ქვია დროს დაწეული იყავი. იცი რას გულისხმობ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი რაღაც გარკვეული პერიოდულად რომ კარგავს იმას, რა ქვია, თავისუფლებას ან რაღაც სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობით, აი ყოლია ეგეთი მეგობრებიც ყავს უბრალოდ, რომელიც მე ყვებიან რომ აი არ იცოდა სიტყვაზე რომ ამ პერიოდში გამოიგონეს, არ ვიცი, Facebook-ი, Instagram, რაღაც რომ ეს კილა როგორ იხსნება ესეც. მაგ ერთი ძალიან სახალისო ისტორია არის. დროს დაწეული იყო, იმიტომ რომ რაღაც პრესას სუეცნობი იქ კითხულობ, ხო ზონაში რო გადადიხარ ტელევიზორიც არის და უყურებ. ხო, ანუ საქმეში რომ მოხვედი არ გიკვირს მოკლედ. ხო, ერთი ძალიან მაგარი ისტორია, მე რო გამოვედი ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში წარმოვიდგინე რამდენი ფილმი გამოვიდა, რომელიც მე ნანახი არ მქონდა და ჩემი მეგობრები მაშინ მუშაობდნენ კინოში. აღარ მუშაობენ ახლა და რაღაცა თუ დააშავეს ახლა ვერც ვერავინ მოედავება და ეგეთი მოაწყვეს რომ მე რო ესე ექსტერნად რო იმას ვექნა სეანსები რომ თავდებოდა კინოს სეანსი სადღაც 11-ზე თუ 12-ზე მივყავდით და იმ ფილმებს მაყურებინებდნენ კინოში რა ფილმებიც მე გავმაზე დროს დავეცი ერთად ავატარი და ასე შემდეგ რაღაც ინგლორიოს ბასტარდი აი ეს ფილმები რაც აი 2009-ში გამოვიდა ეს რაც მნიშვნელოვნად მიაჩნდათ წამიყვანეს და ეს რაღაც კინოში მაგნანახი ესე რაღაც პირად იმაზე რომ მე დავწეულიყავი რომ არ ყოფილიყავი რაღაც ჩემ მოკლედ ყველა მაგაში არის რაღაცა პატერნი იმიტომ რომ მე მგონია რომ შენ რაც არ უნდა აცნობიერებდი თუ არა შეიძლება ამას გამოხატავდი რომ ამ დროსთან დაწევა გინდოდა და ძალიან სწრაფად დაეწიე და პირდაპირ მოხვდი ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციაშიც, იმიტომ რომ ვიღაცაები ცხოვრების წესსაც ცვლიან, ხო, რაღაც შეიძლება შენ უფრო გექნება ხა ეგ ინფორმაცია, რომ გამოდიან მე რაღაც წყდებიან ან ქვეყანას, ქალაქს, საერთოდ პროფესიას სხვაგან გადადიან. ერთი რაც მახსოვს იყო ის, რომ გამოვედით, ანუ ვიზუალურად ცოტა ის იყო წვერი ხდი და თან ამომდის, მაგრამ რაღაც გავუპარსავდი ხავი მარხვას იქ შეიძლება და ზონაში რაც ზონაში თავისუფალად შეგიძლია წვერი. მარხვა იყო, გონის მარხვას და მეთქი აღდგომას გავიპარსავ, რაღაცა ისე ვიყავი და რომ გამოვედი, რაღაც ის ცუდად ჩაცმული, რომ კარგი ტანსაცმელი ასგროგა, გარეთ რო გადიხარ, ხა უნდა დატოვო იქ რა. ეგეთი დაულის არის წესი, რომ რაღაც კარგი ვიღაცებს ჯუქნი და რიგებ და ცოტა ის ცუდად ჩაცმული შლოპანცები, ჩამოსხმული შლოპანცები და რეზიდის და ცოტა ვიღაცები აი რაღაცა დაიძაბნენ და სახში რომ მივედი რაღაცა მანავე მოწესრიგდი გავიპარს და საღამოს რომ მოვიდა ხალხი ხოლმე ის საღამოს რომ მოვიდითო აი ვითომ არც დაუჭერი ხარ თუ ზუსტად იგივე დავხარ მალე დაეწე მე როგორ აღმოჩნდი მარკეტინგში ანუ სადღაც მე რა მგონია იცი ხა მანამდე გასაგებია ხა ISM-ი დაამთავრე თუმცა ISM-ი მაგ რაღაც
კი, მაგ პერიოდში სარკეც იქნებოდა, რაღაცა კრეატიული მთელი ამბები, მაგრამ მაინც ბევრი უფრო შეიქმნა რაღაც მენეჯმენტში, ფინანსებში, როგორ გამოხვედი, გათავისუფლდი, ისე აღმოჩნდი საბანკო სისტემაში, რიტეილში და დღესდღეობით ახლა ჩვენ რატო საუბრობთ ჩვენთან, ვინც გიცნობს და ვინც არ გიცნობს, რაღაც შემოქმედებიდობასთან, რაღაც 10 ადამიანში ერთ-ერთი კოკა გამუშაძეა, ხო? სად იღებს ეს სათავეს? იმიტომ რომ ეს ყოველ თუნდაც წიგნი, მე რაღაც რეკლამები, რასაც იღებ, მე სააგენტო რო შექმნი. აი TBC-ში მარკეტინგში გადასვლა იდეა საიდან ჩდება? საიდან ხვდები, რომ რაღაცა შემოქმედებითობა არის ის გემი, რომელშიც გინდა რომ შენ რაღაც დონეზე სულ ვიცოდი, ანუ სულ ეს რაღაცა იდეებთან თამაში ბავშვობიდანვე ძალიან მაინტერესებს და სულ აი ეს კაფეო მოგონება ხო არ გაქვს მაგაზე რამე ბავშვობაში? ესეთი არაფერი. რამეს იღებდი ბავშვობაში ფილმებს? რა, სხვადასხვა რაც მინდოდა არქიტექტურა მინდოდა და ეხაც რომ მკითხო თავიდან რომ გადაახვიდო და დამაწყებინო რაღაცა, ალბათ არქიტექტურობას ავირჩიე. ოჯახში გულისხმობ ანუ მშობლები რა პროფესიით იყვნენ? ბაბუაჩემი მათემატიკოსი, პედაგოგიური და სამედიცინო, ანუ ისეთი რა ქვია. სტანდარტული ისეთი პაკეტი იყო. და შემოქმედებითობის რამე ეტაპი არ გახსოვს, როდის დაინტერესდი თუნდაც? იცი რა, პირველადაც რო ვიყავი TBC-ში რა, მაშინ ძალიან პატარა იყო TBC რა, წარმოიდგინე რა 2002 წელში, მართლა თბილისში 3 ფილიალი იყო და თბილისის გარეთ კიდე 3 და ალბათ ჯამში ერთი 400 ადამიანი მუშაობდა და მაშინ TBC-ის მარკეტინგი იჯდა იქ სადაც ჩვენ ვიჯექით, ჩვენ ფილიალში და ზვინ იყო. კი, როგორ მახსოვს, ბურძგლა. ხო. მაიკო ძირკველიშვილი, ვაჟა ბერიაშვილი. აჰა. ლევან კასრაძე იყო მე კიდევ, კი, მახსოვს უკვე. და სულ ვცდილობდი რომ აი რაღაც საინტერესოდ გეჩვენებოდა იმ წლებშიც ეს? საუბრობთ 2003 და 5 წლამდე. ISM-ის პერიოდშიც საინტერესოდ მეჩვენებოდა რა, ანუ ISM-ში რო ვიყავით, იქაც მაინც რაღაცა რო გეკითხა რომ აი ფინანსების საერთოდ არ არის ჩემი, ანუ აი არ ვარ მე იგით რაღაცა სკრუპულოზური ადამიანი და განსაკუთრებით ხელმომჭირნე. განსაკუთრებით. დიში ყველაფერი. ხო, და ამიტომ ვიცოდი რომ ეს არ იყო, ანუ უფრო რაც მეხერხებოდა, უფრო იყო აი მაგალითად ხო, აი კოლას იმის კეთებები რო იყო რაღაცა პრეზენტაციების და кейსების გარჩევა და кейსებს მე გავდით ხოლმე იქ რაღაც შემოქმედებითად ის ოპონენტი ის რო იყავი რაღაც რეცენზი და აი ეგეთ რაღაცებით кайფობდი რომ როცა რაღაცა შემოქმედებითი იყო რა და ამიტომ ეგ სულ ვიცოდი, მაგრამ ნუ აი ისე განვითარდა ეს ჩემი კარიერა, რომ არ მომეცა მაგის შანსი. მე მოხდი იქ სადაც მოხდი, იქ კიდე რომ ვიფიქრე რა მინდა მივხვდი რომ ეს უფრო მინდა რაც შემოქმედებასთან დაკავშირებული და TBC-ის მარკეტინგში მოხდი შემთხვევით, ანუ ჩემით არ გადავსულარ მე სულ ვიძახი რომ ვარ ძალიან იღბლიანი, ძალიან მიმართლებს ხოლმე რაღაცეებში. აი სადაც მანქანის პარკინგში რომ მოვიდე, ვიღაც გავა და იქნება გასაჩერებელი და გავაჩერებ და ეს რაღაცები ემთხვევა ხოლმე ძალიან ბევრი, მაგალითად ციხეშიც, ზონაშიც ბევრჯერ კარგად დაჯდა კამათელი და იმიტომაც გავიარე მსუბუქად. სხვანაირად რომ დამჯდარიყო, შეიძლება საერთოდ სხვა ადამიანი ყოფილიყო. ისე აქაც ეგ აქვს, ხო გამო? ხო, ეგ არის ბეში, ეგრეთ წოდებული იმის, ეგ არის ხო იცი რაც არის აქ. კი, სტატუს რო იკეთებენ. ხო, ეგეც ასახავს იმას, რაღაცა ყისმათ და რაღაცასთან ის მაქვს რა, ანუ მე 100% ვთვლი რომ მარტო ადამიანი რა მაგარიც არ უნდა იყო, თუ სადღაც არ გაგიმართლა, ხო, შეიძლება ვერც ვერაფერი ვერ. და ამიტომ ეს ჩემი გამართლებები როგორ აღმოჩნდი მარკეტინგში? როგორ აღმოჩნდი მარკეტინგში და რიტეილში რომ ვიყავი, მაშინ ახალი გუნდი იყო მარკეტინგში, ნიკა იყო ქურდიანი ახალი დანიშნული დირექტორი. ნიკას ვიცნობდი ბავშვობიდან, მე და ნიკას ყავს ძალიან დიდი საერთო სამეგობრო და ბავშვობიდან ვიცნობდი ინსტიტუტის პერიოდიდან და ნინჩოც ახალი ნინოეგაძე იყო ახალი მარკეტინგის დირექტორი და გადაწყდა რომ TBC-ის მარკეტინგმა retail-მა, product development-მა და გაყიდვებმა და სააგენტო playmakers Holmes and Watson-მა უნდა გააკეთოს რაღაცა ორდღიანი ერთობლივი workshop-ი.
რომ ეს გუნდები ერთმანეთს დაახლოვდეს, სააგენტოსთან მუშაობა ყველამ ერთად ისწავლოს და ასე შემდეგ და აი მაგ ორდღიან ვორქშოპზე სრულიად შემთხვევით მეც აღმოჩნდი. და ნუ იქ მე გამოავლინე ხო შენი მე არ შემრაი ვერ ვჩერდები რა რაღაცა ყველგან იქ უნდა გამოვიდე თვალში უნდა მოგხვდე ანუ ისე რომ აი ვორქშოპზე წამიყვანეს და მე დავჯექი და აქ ვარ უბრალოდ ეგრე არ შემილია სადღაც თუ ვარ იქ ყველა ვარიანტში რაღაცა სკოლაში და უნივერსიტეტშიც ახერხებდი მაგას რაღაც კი ანუ ისე არავინ არ არის რომ ვიღაცა ვალოდია ჯინჭარაძის როლი ძალიან დისკომფორტი არის ჩემს ანუ სულ სადღაც თვალში უნდა მოგხვდე ანუ ხო ძირითადად კარგად მაგრამ ვიღაცა ცუდადაც მოხვდი ვიჩალიჩო თვალში უნდა მოგხვდე და მოკლედ აი იმ ვორქშოპზე 2 დღე ვიყავით, მე თვითონაც კმაყოფილი ვიყავი, რაღაც გუნდებში გაგვანაწილეს და ჩვენ გუნდს რაღაც პროდუქტი შეხვდა, ის პროდუქტის პრეზენტაცია ძალიან კარგად გავაკეთეთ და ასე შემდეგ და მახსოვს შაბათ-კვირა იყო ეს ვორქშოპი რაღაც კვირა და 2 შაბათს რომ მივედი სამსახურში დავაგვიანე ან შეიძლება რაღაცა ყავაზე გავჩერდე რომ შევედი ოთახში, მაშინ შიდა ტელეფონები კიდე აქტიურად მოიხმარდა და დამხვდა ნინჩოს მისთქოლი იყო იმაზე რა შიდა ტელეფონზე და რო გადავრეკი არ მიპასუხა რა თვითონ ალბათ გასული იყო და გამოვედი ოთახში და ამ დროს მობილურზე ნიკა მირეკავს გურგურდიანი და მეუბნება ესეო ჩვენო ძალიან ფაქტიურად ახალი გუნდისავით შევკარით და ეხა კიდევ ვიქნებოდა და მინდაო რომ ჩვენთან გადმოხვიდეო და რა როლი განდეს საინტერესო ხო მე მანდეს რა ხან პროდუქტები კარგად ვიცოდი ხო და თან იმ ადამიანებს საბანკო პროდუქტები ხო იმ ადამიანებს ვიცნობდი კარგად ვინც აკითხარეს რიტეილის პროდუქტებში და სეილებში იყვნენ ეგრევე დამნიშნეს სინიორ ბრენდ მენეჯერად რიტეილის პროდუქტებში გესმოდა ის აი რა ეგ ტერმინები ხა შეიძლება ყოველს გვესმის მაგრამ აი რას ნიშნავს სინიორ ბრენდ რიტეილ product manager. რა უნდა გეკეთებინა მიხდი? და რიტეილის პროდუქტების მარკეტინგული კომუნიკაცია იყო ჩემი პასუხისმგებელი, ჩემი მოსაფიქრებელი, სააგენტოსთან სამუშაო. ჯერ ფაქტიურად სინიორი კი მე ვქო, მაგრამ ჯუნიორიც არ მყავდა, მე ვიყავი, ფაქტიურად ვიყავი და მე ნელა გაჩნდნენ ბრენდ მენეჯერები კონკრეტული პროდუქტების, ვიღაცა სესხის, ვიღაცა ის თუ რა ქვია, ლოიალობის პროგრამის და ვიღაცა ბარათების და ასე შემდეგ. ამ დროს არ გეშინია? ანუ დათანხმდი, მივხვდი რომ ამ მომენტს ელოდებოდი? კი, მივხვდი რომ ეგ იყო რა, რომ აი რაღაცა სადღაც აი კინოებში რომ რაღაცა ფეგბურთის ზამენაზე როზიხარ, შეცვლაზე როზიხარ და მომენტი რომ ეზრება რომ აი ხა უნდა შეხვიდე და აბა თუ რამე შეგიძლია უნდა ქნა ეგ იყო ის ვორქშოპი. ნუ მე ძალიან საინტერესო შთამბეჭდავი წლები იყო, რომელთაც მგონია რენესანსი, ოქროს ხანა, ვიცი. კი ბატონო, რაღაც ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი პროექტი გააკეთეთ, შენც გამოცდილება მიიღე. ამ პერიოდში თუ გქონია როდესმე, იმიტომ რაღაცა მგონია რომ ძალიან სწრაფად დაეწიე მე ამ ყველაფერს და რაღაცა ლიტერატურა კურსებსაც იმატებდი თუ უცბად ჩათვალე რომ რადგან მოხვდი მე ყველაფერი ვიცი აი რა როგორ იცი რა არის ხო ეს სულ მე ხო რა მაქვს არის სულ მაგას ვიხდი ვერ ვიტან ბიზნეს ლიტერატურას აი შანსი ალბათ მაქვს აკითხული ცხოვრებაში 3 ან 4 და არ მომეწონა და მე მივხვდი რომ ის რა სფეროში ვარ მარკეტინგი რა უფრო მეტად არის ადამიანის ემოციებზე, ადამიანის უნებებზე, ადამიანის შიშებზე და ამ ადამიანის უნებებზე, შიშებზე და ზოგადად ადამიანობაზე მხატვრულ ლიტერატურაში ბევრად მეტი რაღაცა შეიძლება ვიპოვო, ვიდრე მაგალითად აბსოლუტურად ვიზიარებ. ამიტომ ნუ ხო მხატვრული ლიტერატურა მუდმივად ის არის. ჩემიც ახლა ძალიან მიხარია ეს აუდიო წიგნები, სულ მანქანაშიც რაღაცა წიგნი უნდა მქონდეს ჩართული და მგონია რომ ეგ გაძლევს რაღაცა იმას ადამიანების ცნობას. თან დაკვირვებაც მგონია რომ ციხეში კარგად ვისწავლე ადამიანების დაკვირვება მოლაპარაკებებს ხელოვნება ვისწავლე და დარწმუნება ადამიანების რაღაც საკითხებზე და ეგ დამეხმარა ძალიან. შემდეგ დგება თქვენს ცხოვრებაში ერთი ასე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მე სიმართლე გითხრა, კარგად არ ვიცი.
ეს არის გარკვეული ცვლილებები, ხო, რაღაც ეტაპის ცვლილება TBC-ში, იშლება საკმაოდ დიდი გუნდი. ამ პერიოდზე მაინტერესებს, აი რის თქმაც შეიძლება დღევანდელი გადმოსახედიდან რა მოხდა, იმიტომ რომ აქ რაღაც 1-2 ადამიანი არ შეცვლა, რაღაც დიდი ცვლილება გაკეთდა და სანამ უშუალოდ ამაზე გვიპასუხებდი, ჩემთვის იმიტომაც არის საინტერესო, მგონია რომ რაღაცა და მაგის მერე გამემყარდა შიშები, რაღაც დიდი გუნდები წარმატებებს რო აღწევენ, მერე რაღაც უფრო რო იშლებიან ხოლმე რა, ეს სპორტშიც ხდება, აღმოჩნდა რომ ბიზნესშიც. შენი გადმოსახედიდან რა მოხდა და ამ დროს კოკა ქამუშაძის თავში რა ხდება? იმიტომ რომ შენ დღეს კი ვიცით რომ რაღაცა სააგენტოში გადახდი და სხვაებიც გაიყოლე ამ ბავშვი და ეგეც გვაინტერესებს, მაგრამ ის პერიოდი დაგვანახე რა ხდება, იმიტომ რომ გუნდი არის ლამის all-star-ი, ყველას ხალხი იცნობს, რაღაც ბიზნესშიც, მარკეტინგშიც, წარმატებული პროექტები ყოველდღე, შემდეგი რა იქნება და ყოველთვის არის ეს შემდეგი და უცბად რაღაცა დიდი ცვლილებები. აი შენ როგორ დაინახე ეს პროცესი, რა მოხდა და იცი საკმაოდ ისე მაქვს გაანალიზებული დეტალურად, იმიტომ რომ შიგნით ისე რომელ წლებს ემთხვევა ეს რაღაცა პანდემია წილი? პანდემიის დასაწყისი არის დაახლოებით რა. მაგდროს მოხდა რაღაცა დიდი სტრუქტურული ცვლილება გაკეთდა, ეგრეთ წოდებული agile-იზაცია. ხა. რომელშიც შეეხო მარკეტინგსაც. და მარკეტინგი თუ მანამდე სხვა განყოფილებიც იყო რაღაც ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომელიც ბრენდს და პროდუქტებს ცალ-ცალკე მართავდა, უცებ გახდა, რომ ეს მარკეტერები, ეს ბრენდ მენეჯერები მიდიან ბიზნესის მხარეს და ჯდებიან ბიზნესის გუნდებში, არიან ამ გუნდის წევრები, მერე არის რაღაცა მატრიცული სისტემა, რომ ამათ ყავთ კიდევ ვიღაცა chapter lead-ი, კომპეტენციის ლიდერი და ასე შემდეგ და ძალიან დაიშალა, ძალიან გაიბლარა. და ეს რაღაცა სიმყარე და აღქმა და საკუთრების განცდა ამ ბრენდის თან გამოიწვია ის, რომ უფრო მეტი ადამიანი დაგახდა, ხო. და უფრო მეტი ადამიანის რეკრუტირება უფრო სწრაფად. და რეკრუტირება სწრაფად თან ეს რეკრუტირება ვერ ხდება ისე რომ შენ კი არ ისვა ამათ რა პირდაპირ იგჯდებიან შესაბამისად კულტურულად და რაღაცა onboarding-ის კუთხით შენ ეს ადამიანი შეიძლება ბოლომდე არ ყავს ჩათრეული ამ ბრენდის სულში, სულის კვეთებაში და ასე შემდეგ და ამან მოკლედ გამოიწვია რომ აი ცოტა აღარ მსიამოვნებდა ის რაშიც ვიყავი, ანუ როლის მნიშვნელოვნებაც დაიკარგა რა, ანუ აი მანამდე თუ მსმენელისთვის რო იყოს გასაგები, აი ხო ეგ ახსენე, მე კი ვიცი, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მანამდე რამდენი ადამიანი იყავით და ეს ადამიანები რაღაცა ლამის თავისუფალ დროსაც და სამსახუროდ თითქმის სულ ერთად ატარეთ, ანუ რაღაცა გვერდზე რო პას აწვდი და ზუსტად იცი რომ იქ ვიღაც დაგხვდება, რაღაც ესეთი მოთამაშე კი ზუსტად ეგრე იყო, ანუ ზუსტად ვიცოდი რომ რაღაცა რომ დამვიწყრო და რომ ის არ გაიმაზებოდა, რომ ვიღაცა დააზღვევდა იმაში რომ სპარტელებს იყო ხარით რომ ერთმანეთს უნდა იცვა. დაახლოებით ესე იყო, ყველა ვიყავით ერთად, ყველას ერთმანეთს ვაზღვევდით და ასე შემდეგ და ვიხაროდა ყოველდღე ერთად მუშაობა, ერთად ყოფნა, სამსახურის მერე დროის ერთად გატარება და უცებ მოხდა ისე რომ ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ, იმიტომ რომ ის სადღაც იქ უნდა იჯდეს, იქ სადღაც ის უნდა იჯდეს, იქ უნდა რაღაცნაირად შეიძლება რაღაც დონეზე ერთმანეთის კონკურენტებიც კი ვიყოთ. ბიზნესურად როგორ იყო ეს გადაწყვეტილება ახსნილი? რას ნიშნავდა? ანუ ბიზნესისთვის ეს უკეთესი იქნებოდა? ბიზნესისთვის იყო გადაწყვეტილება ის, რომ წესით ამას უნდა გაეზარდა time to market პერიოდი პროდუქტების, ანუ პროდუქტი უფრო სწრაფად უნდა გამოსულიყო ბაზარზე, უფრო ჰორიზონტალური სტრუქტურა უნდა ყოფილიყო, პროდუქტების ოუნერებსაც უფრო მეტი ცოდნა უნდა ქონდათ პროდუქტის და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო თავდაპირველად რაციონალი ბიზნესის კუთხით. მერე მარკეტინგიც რაღაცნაირად თავიდან იყო მოსაზრება, რომ მარკეტინგი უნდა დარჩენილიყო ისე, როგორც იყო, მაგრამ მერე გადაწყდა, რომ მარკეტინგის agile-იზაციაც უნდა მოხდეს და მე აი ისე რომ თქვი კომფორტისა და თუ არ მომწონს ის გარემო უნდა გავეწარო, არ ვერ ჩერდები. აი ეგეც მოგვიყევი ხა, უკვე როცა ხვდები რომ ამ ხელა სისტემაში შენ ადგილს ვერ პოულობ, როდის გიჩდება
სურვილი რომ გამოეყოთ ან სად წახვიდე, იმიტომ რომ მაგ პერიოდმა და ეგეთმა პერიოდებმა ბევრი ადამიანები ზოგადად დააბნია რა, ვიღაცები მე მაგ დროს დგებიან და მიდიან რაღაც კონკურენტულ ორგანიზაციებში, რომ დაახლოებით იგივე აკეთონ რის იკეთებაც იციან. შენ შემთხვევაში დღეს კი ვხედავთ რომ სააგენტო ისა გაქვს მე სმენია ასევე რაღაცა საკმაოდ კარგი შემოთავაზებებიც მოდიოდა შენთან რომ რაღაცა რომელიღაცა ასევე შვილობილ კომპანიებში დირექტორობა, მაგრამ შენ როგორ იმარჯვებს Playmakers-ის იდეა და სად იხარშება და რატო იხარშება იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც დღეს დააფუძნა, ეს არის ნუკა შევარდნაძე, მარილორ თქიფანიძე და არგამოგიო ფრანგიშვილი, ხო? იცი როგორ, ამ ადამიანებთან ერთად დიდხნიანი ურთიერთობა გვეშირდება პროფესიული TBC-ში და TBC-ში გქონდა ჩვენ ერთი მომენტი, როცა რაღაც პერიოდი არ მახსოვს თვეები იყო თუ შეიძლება წელიც იყო მოგვიწია ყოფნა სააგენტოს გარეშე. შეიძლება გახსოვდეს სააგენტოც ყავდა იმ სააგენტოსთან რაღაც პრობლემები შეექმნა და ახალი სააგენტო შიდა გუნდით ვაკეთებით და ძალიან გული მწყდება რომ ისეთი პროექტები არის შიდა გუნდით გაკეთებული და მაშინ ვერ შეგვქონდა ვერაფერზე შიდა გუნდით რომ აი რაღაც ძალიან ისეთი რა ბევრი სააგენტო რომ იამახება. მაგან გაგვიჩინა განცდა იმისი რომ უნარი შემოქმედებითი გვაქვს, იმიტომ რომ ხო რა ვიცი მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს გაკეთებული, მოფიქრებული და გაკეთებული ერთად. და აქედან გამომდინარე სულ მე ეს როლი ისე გვეკომფორტულა ეს რაღაცა შიდა კრეატივის როლი. რომ დავიწყე ფიქრი იმაზე და მე კიდე ბიზნეს ლიტერატურას არ ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ ტრენდებს და ნიუსებს ამას სულ ვეცნობი ხოლმე და ზუსტად მაგდროს გაჩნდა იგეთი ის რა ქვია ტენდენცია რომ ბევრი დიდი ორგანიზაცია შიგნით ქმნიდა დიდ შიდა სააგენტოებს და Playmakers-ის იდეა თავდაპირველად იყო უფრო შიდა სააგენტოს იდეა ვიდრე გარეთ გატანის რა და დავიწყე მე ფიქრი იმაზე რომ აი ვინ იქნებოდნენ ის ადამიანები ვიზეც კარგად დაეყრდნობოდა ეს შიდა სააგენტო და ეგრე შევკარი კომპეტენციების მიხედვით ეს ადამიანები და მე მივედი პირველი ვისაც მოუყევი და გავანდი იყო ეს ნინჩო რომელიც უკვე მიდიოდა და ნიკა რომელიც მაშინ მარკეტინგს კურირებდა და ესე დავიწყეთ ლაპარაკი. რაც საბოლოო ჯამში მივიდა იქამდე, რომ ხო არ იქნებოდა უფრო უპრიანი, რომ ჩვენ კი არ ყოფილიყავით შიდა სააგენტო, გავსულიყავით გარეთ და უბრალოდ TBC ყოფილიყო ჩვენი პირველი კლიენტი და key account-ი. და ჩვენ გვქონდა თავისუფლება, რომ არა ინდუსტრიაში სხვასაც მოვსახურებთ. სახელგვარების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმიტომ რომ შენ ახლა რაღაც შეიძლება ვიღაცას მიუხედავად იმისა, რომ იძახი აგერ მოლაპარაკებები ვისწავლეო, რაღაც ვისთანაც მიხვედი, ყველა დაგთახდა, თუ იყო არა, კლიენტს არ გულისხმობ, აი პარტნიორები კი. ყველა? კი, ყველა. ხო. ყველა. თორემ და შენ თვითონ მიხვდი, რომ აი ეს კომპონენტები გჭირდება სააგენტოში. ეს კომპონენტი გჭირდება, ეს ხალხი მჭირდება და ზუსტად ვიცოდი, რომ მათთვისაც იგივე დრო იყო და იგივე შინაგანი განცდები ჰქონდათ, რაც მე და ამიტომ ზუსტად დაჯდა ეგ დროის ამბავი. რა თქმა უნდა, ერთი დიდი დამკვეთი ყავთ, იწყებთ თქვენ სააგენტოს და როგორია პირველი დღეები, იმიტომ რომ ერთია რომ ძალიან დიდ ორგანიზაციაში მუშაობ და იქ რაღაც ბევრ რაღაცაზე ნაფიქრია, ხო? რაღაცა გაგრილება, დაზღვევა, რა ვიცი, რითრითი, ტრენინგები და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე არის რომ არ ვიცი, მეგობრებთან ერთად აფუძნებ, კი ბატონო, ყავს ერთი სტაბილური დამკვეთი, რომელიც პრინციპში მე მგონია, რომ გარკვეულწილად იმათი თვალითაც ის იყო რაღაც ტრაიალი რა, ანუ მოდი ვცადოთ, თორე მარტივად შეეძლოთ, ერთი წლის მერე ეთქვათ, კარგად იყავიო. რა ამოცანა დაუსახე უკვე მეგობრ პარტნიორებს, ანუ რა უნდა გაგეკეთებინათ იმისთვის, რომ მე ეს გადარჩენილიყო ეს ყველაფერი. ერთი რაც იყო კარგი, რომ რაღაცნაირი კულტურა გამოყვა კორპორატიულ ცხოვრებაში, რაღაცა დისციპლინა ჩამოგვიყალიბა, რომ შევთანხმდით იმაზე, რომ
ჩაუხრელად უნდა გვემუშაო, არ უნდა დაგვეგვიანა, არც სამსახურში, არ უნდა გადაგვეცილებინა არც ერთი დედლაინი და კიდე გქონდა რაღაცა ცუდი მოგონებების დღიური დავარქვათ ეს პირობითად, რომ აი რა პრობლემები გქონდა ჩვენ როგორც დამკვეთს სააგენტოებთან. და როცა ოფუძემდით ფიქრობდით, რომ ეხლა ჩვენ რო შევდივართ ბაზარზე, რა უნდა გავაკეთოთ, ხო, რატო უნდა მოვიდეს ტიპი ჩემთან და არ უნდა მივიდეს სხვასთან, როცა არის სააგენტოები და რა არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, ჩვენ თვითონ დავჯექით და ამაზე ვიფიქრეთ, სანამ მუშაობას დავიწყებდით, ჩვენივე ბრენდის სტრატეგია გავაკეთეთ, ყველაფერი გავწერეთ, ანუ აი value proposition-ი დაწყებული, ყველა რაღაც თამაშის წესები და პირობა, აი მაგალითად როგორი წესები გვაქვს, იცი, დღემდე მაგალითად გვაქვს ესეთი ვეტოს უფლება. რომელიც წელიწადში ყველა პარტნიორს შეუძლია ერთხელ გამოიყენოს და ისე რომ მე არ მაქვს უფლება რომ ვკითხო რატო იყენებს. ანუ შეიძლება თქვას მაგრამ როგორ ტიპის გადაწყვეტილება? აი მაგალითად ვიღაცა გასაუბრებაზე შეიძლება თქვას რომ ამას არ ვიყვანთ. და მე არ მაქვს უფლება რომ ვკითხო რომ არ მაგალითად ვიღაცა კლიენტი მოვიდა და შეიძლება თქვას რომ არა რა არ მაინტერესებს. ფესტივალზე გზავნით თუ არა? ფესტივალზე არ გზავნით. ხო. და всё, ანუ არ გვაქვს ამის. და აი ეგეთი რაღაცეები გქონდა კიდევ ჩამოწერილი თამაშის წესები. კიდევ გქონდა ერთი ეგეთი პრინციპი, რომელიც ცოტა ის აროგანტულად ზოგადად თქვით, რომ არავისთან ეხლა წეღა რაღაც გითხარი, არავისთან არ მივალთ შეთავაზებით. და არავისთან არ მივალთ არ ვიტყვით, რომ გამარჯობა და იდებო და ბიძიებო ჩვენ ვიღაცები წამოვედით იქ. ბანკიდან ჩვენი სააგენტო გავაკეთეთ და მოდი ეხლა გვეთანამშრომლე და პროექტი თუ გექნება მოიტანე ჩვენთან. ასევე თავიდან ეხლა სასაცილო ჭირს ეს თავიდან მქონდა ეგეთი ის ნათქვამი რომ აი არ დავსდევთ არანაირ ფესტივალს და არ ვაკეთებთ რაღაცებს ფესტივალისთვის და რახან ჩვენი უპირატესობა არის რომ ბიზნესის მხარეს ნამუშევარი გვაქვს რომ ყველა ჩვენი პროექტი პირველ რიგში არის ბიზნესისთვის და კლიენტის წარმატება არის ჩემი წარმატება და არა ის რომ მე სადღაც ფესტივალზე დაფნის გვირგვინს დამადგავენ, იმიტომ რომ შეიძლება მე დამადგან დაფნის გვირგვინი, მაგრამ კლიენტმა ამით საერთოდ ვერაფერი ვერ იხეიროს და ამიტომ ეგ მქონდა რომ აი თუმცა ეხლა ფესტივალი არ დატოვეთ, მე მგონი საერთოდაც თუმცა მაგალითად მივიდეთ და დღემდე გრძელდება როგორც ხვდები ეს დისციპლინა, რომ ანუ რაღაც 1000-ზე მოვიდეთ ამას. კი, ეგ დისციპლინა გრძელდება, ვცდილობთ მაქსიმალურად არ გქონდეს ოვერთაიმები, რომ აი 10-ზე დავიწყოთ და 7-ზე დავამთავროთ. გადაღებდა განსაკუთრებით სხვა თანამშრომლებზე, გადაღებები თუ არის რაღაც ესეთი რთული პერიოდი რო არის, ვცდილობთ რომ ჩვენზე გადაიაროს და არა თანამშრომლებზე, მაგალითად თუ ღამის თევა არის მივდივართ ჩვენ პარტნიორები და არა სხვა თანამშრომლები, შაბათ-კვირას დასვენების დღეებში რომ ყველამ დაისვენოს, რაღაცა ნორმალური გარემო იყოს, არავინ არავის არ იშხოს და კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რაც იყო ის რომ დავრჩეთ პატარებად. ანუ არ გამოვეკიდოთ ყველა კლიენტს, რაც გამოიწვევს ჩვენ ზდას, რამაც მე რაღაც დონეზე შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას. და ეგ გონია რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო არ გასდან. ფაქტობრივად რამდენმა ადამიანმაც დავიწყეთ, მე-4 წელი არის, დავიწყეთ მე მგონი 12-მა თუ 11-მა და ვართ 14. ხო, ეხა პრინციპში იმდენად შეცვლილია რაღაც ხრივ თელე ეს ინდუსტრია არის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმაც და ბრენდმაც გადაწყვიტა რაღაც ფრილანსურ რეჟიმში. აი როცა დამჭირდება, მაშინ გამოიყენებს, ადრე თუ ყველა კადრი შიგნით ყავდა. ძალიან წარმატებული პროექტები, кейსები გაქვთ და ეს არის ერთ-ერთი ჩემი ბოლო შეკითხვა. და იგებენ სხვადასხვა ჯილდოებს მოიგეთ, რა ვიცი, როგორც Edflex-ზე, ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე, ეს არის მე მგონი ყველაზე ბევრი ჯილდო გაქვთ მაინც ამ კამპანიით, ხო? შიტებს ფრენა არა ვიწყდებათ და რა არის ამ ყველაფრის მომავალი, ანუ რა გეგმები გაქვთ, იმიტომ რომ როგორც შეხვედრისას მითხარი, ეს კანის ფესტივალზეც გეგმავთ, მაგიც რომ მოგვიყვე და შემდეგ შენგან მაინტერესებს, იმიტომ რომ შენ თვითონ შეეხე ამ თემას და ის ორგანიზაცია, სადაც შენ მუშაობდი, ერთი პერიოდი აქტიურად იძახდა, მათ შორის სააგენტოებსაც ეუბნებოდა, რომ თავი დაანებეთ ჯილდოებს, ანუ მთელი მსოფლიოში რაღაც მეც მესმის, რომ რაღაც შემოქმედებითი ბიზნესისთვის დიდი ქვეყნები და დიდი კლიენტები უყურებენ, რომ აბა ვის რა ჯილდო აქვს და win rating-ში სად არის. თქვენ რა TBC-ს ქონდა ეგეთი პოლიტიკა, რომ არ გვინდა რა ჯილდოების საქმე ვაკეთოთ. ეხლა შენ თვითონ აღმოჩნდი იმაში, რომ მართლა win თუ არა playmakers-ი, ხო? ანუ რაღაცა სულ ამ ჯილდოებში ხარ.
ჯერ გითხარი კონკრეტულად ამ კამპანიაზე რა გეგმები გაქვთ და შემდეგ შენი აზრით აი გულწრფელად რა გავლენას ახდენს გარდა იმისა, რომ ეხლა ეს ძალიან სენსიტიური გზნობია, კარგი кейსია და ყველას გიხარია მის კიდე უფრო მისი გამარჯვება. ისე ბიზნესისთვის თუ არის რამე, იმიტომ რომ კიდე ერთი ძალიან საინტერესო განცხადი გააკეთე, რომ ჩვენ თან არავის თან არ მივალთო, ეგეთი დაპირება გაქვთ გუნდს გაცემული. ეგ ჩემთვის ნიშნავს, რომ მოდი საქმემან ჩვენმან წარმოგვაჩინოს, ხო? ანუ ჩვენი საქმის გამო აქეთ მოვიდნენ და ვიცი, რომ ბევრი მოვიდა ამით. და ეხლა 26 მაისს ვნახეთ ეს ახალი კლიენტების კამპანიები შესანიშნავი. აი გითხარი რა გეგმა გაქვთ ამ კამპანიაზე და მე შენთვის ბიზნესურად რა მოგცათ ამ ყველაფერთან. ეს კამპანია ამთავრებს, ესე ვთქვათ, წელს საფესტივალო ცხოვრებას. ეხლა დღეს იყო ბოლოს წინა ფესტივალი კიევის და იქაც მოვიგეთ რაღაც საკმაოდ მაღალი ხარისხის ჯილდოები. მაგ შორის გრან-პრიც და დაგვრჩა ბოლო ეს ჩვენ სპორტული მასთან სახელიდან გამომდინარე. ახლა ვიძახე რომ ოლიმპიური თამაშები დაგვრჩა და ოლიმპიურ თამაშებზე უნდა გავიდეთ. გეგმები გვაქვს რომ ჩვენც მივდივართ და გვაქვს რაღაცა იმედი რომ რაღაცა იქნებ, რაღაცა სინჯის ჯილდო იქიდანაც წამოვიღოთ, იმიტომ რომ გონია რომ დიდი ხანია საქართველოში აღარ ჩამოგვიტანია ლომი და რაღაც იმედები გვაქვს, რასაც გვაძლევს ეს წინა გამოცდილება სხვა ფესტივალების საერთაშორისოსი და ეხლა რაც შეეხება კლიენტს რაც აძლევს ამის ჩემთვის ყველაზე ისეთ ნათელი დადასტურება იყო რაც მოხდა one show-ზე. ხო. მოყვეთ ეგეც, იმიტომ დარწმუნება ზოგმა იცის, ზოგმა არა. one show არის ერთ-ერთი უდიდესი და დიდი ტრადიციების მქონე ამერიკული ფესტივალი და one club-ი კიდე რაღაც ორგანიზაცია, მოკლედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი და ჯილდო არის ამ შემოქმედებით სფეროში. და ზოგადად ამ შემოქმედებით სფეროში ჯილდოვდებიან არა მარტო სააგენტოები, ასევე ბევრი ფესტივალმა დაიწყო კლიენტების წარმოჩენაც, რომ ვინ იყო ყველაზე კარგი კლიენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ ამ კლიენტებმაც იგრძნონ, რომ მათი წვლილი ძალიან ის არის მნიშვნელოვანი არის. და ზუსტად ამ one show-ზე წელს Creative Marketer of the Year, ანუ სიგიჟეა ხო CMO, ანუ ყველაზე მაგარი, ანუ one club-მა თქვა, რომ წელს ყველაზე მაგარი მარკეტერი იყო ქართული ბრენდ PSP-ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე. ხო, ეს რო გვესმოდეს რა მასშტაბის რაღაც არის, გეტყვით რომ წინა წლებში იგივე ჯილდო მოიგო Microsoft-ის მარკეტინგის დირექტორმა, New York Times-ის, Google-ის, Mastercard-ის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არ არის რაღაც რო არის. არა, ძალიან დიდი აღიარება. ხო, და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გასახარი ჯილდო იყო, რაც ოდესმე მიგვიღია, იმიტომ რომ მიიღო კლიენტმა. ანუ ჩვენ ზუსტად ეს გვიწერია ჩვენ პლატფორმაში, ჩვენთვის მთავარი წარმატება არის კლიენტის წარმატება. იმიტომ რომ ხო რა ვიცი, B2B ბიზნესი, ანუ რაც არ უნდა ვიზახოთ რა კრეატივში კი ვართ, რაღაცა საბოლოო ჯამში რომ მიდიხარ, ხარ B2B ბიზნესი რა და კლიენტისთვის ხარ, ამ შენი კლიენტი თუ არის ხეირა, კლიენტი თუ არ წარმოჩინდა, ისე აზრი არა აქვს ყველაფერს. და ეხლა მაგალითად მე ანუ ყვებოდა რომ არიცითო რა ხდებაო ჩვენთანო ვაკანსიას რომ დებთო რა ხალხი რა რაოდენობის და როგორი ხარისხის ხალხი მოდის. ანუ შეიძლება ამ შემოქმედებას და მარკეტინგს ესე პირდაპირის არა აქვს ხოლმე რაღაცა ესეთი თვლადი რა განზომილება იმ დღესვე, მაგრამ გონია რომ ეს ბრენდის შენებლობა მინიმუმ იმაში გეხმარება რომ საუკეთესო ტალანტები შენსკენ წამოვიდნენ. საუკეთესო ტალანტები ქმნიან მე მგონი საუკეთესო ბიზნესებს. კი, დარწმუნებული ვარ. თქვენთვის რა მოიტანა? აი თქვენთვის თქვენთან თუ გაიზარდა რაღაცა მომართვიანობაში რას გულისხმობ? ვიცი რა, აი მე არის ხოლმე ძალიან შემოქმედებებს არ მიუთითებს ეს, მაგრამ რაღაც ჩვენც გვინდა კამპანია, ანუ დავალებებში, როდესაც ემუშავებით კლიენტებს, მაინც რჩებით ხშირ შემთხვევაში რაღაც იმ არსებულ რეალობაში თუ უკვე არის რომ და ამ კამპანიამ უნდა მოიგოს ესეთი დაბერება. მაგას არასდროს არ ვუყურებთ. ანუ პირველ რიგში არის ჩვენთვის იმ კამპანიის
ბიზნეს შედეგები რა იქნება და თან მგონი რომ ფესტივალებზე შეიცვალა იქ მიდგომა. ანუ ადრე თუ იყო კამპანიისთვის და ჟიური ამას აფასებდა კარგად. ეხლა პირიქით არის რომ ეს ბიზნესისთვის რამდენად რელევანტურია ბრენდთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეგ ისე უცვლელი რჩება. აი ხა ხო არ არის ხოლმე ჩვენთვის ანუ იდეა ფიქსი ფესტივალზე მოვიგო არასდროს არ ყოფილა. ჩიტების შემთხვევაში არ იყო. ჩიტები გავაკეთეთ იმიტომ რომ შინაგანად გვინდოდა ამის გაკეთება რომ გვინდოდა რომ ჩვენი მეგობრები რომლებიც ციხეში არიან მათ ქონოდათ შესაძლებლობა რომ თავის პროფესიაში დაგვებრუნებათ. ეხლა ბაქოში რომ ვიყავით ბოლოს რომ დამთავრდა ყველაფერი ერთ-ერთი ბაქოში ჩატარდა ერთ-ერთი ხალხური ფესტივალი და ჟიურის წევრი ერთ-ერთი ვიცნო ეთყობა სცენიდან და მოვადგა მე ბარში და მომილოცა და რაღაცების დაიწყო რომ ეხლა კანში რომ წახვალთ ეხლა ისო кейსიო ესე რომ დაგეფორმულირებინათ უკეთეს და მეუთხარი ჩვენ თქო არც კამპანია თქო და არც кейსი თქო არ გაგვიკეთებია იმ გათვლით თქო რომ ამან ჯილდო უნდა მოიგოს თუ ეს გავაკეთეთ იმიტომ რომ ჩვენი რისი თქმაც გვინდოდა და რა გზავნილიც გვინდოდა ჩვენი მეგობრებისთვის გვეთქვა და რისი გაკეთებაც მათი სახელით შეგვეძლო ის გავაკეთეთ თქო ამიტომ არ უყურებთ თქო მაგას ისე რომ აი ამას ეხა რაღაცა გაიდლაინი უნდა დავიცვა იმიტომ რომ ჟიური არ მაინტერესებს ანუ რაც არის რაც არის იგავში. ძალიან დიდი მადლობა კოკა, მალე გაიარა ამ დრომ, მადლობა რომ ასე ძალიან პირადი თავგადასავალი გაგვიზიარე, მიუხედავად იმისა რომ ამის პირველადი ვერსია და რაღაც გვერდითი საუბარი წიგში გქონდა და ჩვენ მაინც შენგან მოვითხოვეთ რაღაც პირველი წყარო და ამ ყველაფრის გახსენება, მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება შთაგონება ის ყველაფერი რაც ჩვენ მოყევი, იმიტომ რომ ეს არის ისტორია ადამიანზე, რომელმაც რაღაცა პერიოდულობით თავისუფლების განცდა დაკარგა, შემდეგ საკუთარ თავშივე აღმოაჩინა, დაიჯერა და დაამტკიცა არა მარტო საკუთარ ბიზნესში, ჩემთვის შთამბეჭდავი ისიც არის, რომ ჯერ ეს ყველაფერი რომ რისი გაკეთება შეგიძლია დაამტკიცე კორპორატიულ სამყაროში, სადაც სხვასაც აღიარებინე რისი გაკეთება შეგიძლია და მეორე უკვე საკუთარ მეგობრებთან ერთად თუ პარტნიორებთან ერთად ბიზნესში. ძალიან დიდი მადლობა. მე შეგახსენებთ, თქვენ უყურებდით მარკეტერის პოდკასტს YouTube-ზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.